უკრაინის ომის ისტორია ძირითადად ორ ქვეყანას, უკრაინასა და რუსეთს ეხება, მაგრამ ეს დასავლეთზეც არის. უკრაინამ შეძლო ბრძოლისთვის შანსის მოპოვება ძირითადად თავისი გამჭრია ხობისა და ინოვაციების წყალობით. მაგრამ ასევე არის დამოკიდებულება დასავლეთის სანქციებზე, დასავლურ იარაღზე და იმაზეც კი, იქნება თუ არა ევროპა და შეერთებული შტატები გეოპოლიტიკურად უკრაინის მხარეს და დაეხმარებიან თუ არა მას მოლაპარაკებების მაგიდასთან ძალის პოზიციიდან მისვლაში. ამასობაში ჩინეთი მოთმინებით ელოდება კულისებში და სარგებელს იღებს. ისინი ჩუმად იღებენ სარგებელს, იაფად ყიდულობენ რუსულ ნავთობს, ეხმარებიან მოსკოვს გააგრძელოს ფუნქციონირება და კამერებისთვის იღიმიან 1-3-2 შემდეგ. სხვა მსოფლიო ლიდერებმა რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობასაც კი უწოდეს მეგობრობა საზღვრების გარეშე. თუმცა ეს მეგობრობა მაინც არ არის სრულიად უსაზღვრო და როგორც ჩანს ეფუძნება იმას, რომ ჩინეთი სარგებლობს რუსეთის სუსტი მხარეებით. ალბათ უკვე გსმენიათ ამ ამბის სათაურებიდან ცნობილი ვერსია, რომელიც ძირითადად სიბირის გარშემო ტრიალებს. იდეა ისაა, რომ ჩინეთს ფარულად სურს თავისი ძველი მიწების დაბრუნება. უზარმაზარი ტერიტორიები გარე მანჯურიაში, რომელიც ცინის იმპერიამ მე-19 საუკუნეში რუსეთის იმპერიას დაუთმო, იმ პერიოდში, რომელსაც პეკინი დღემდე მწარედ უწოდებს დამცირების საუკუნეს. და ეს ვერსია სულაც არ არის სუფთა ფანტაზია. მას უკან რეალური სიმართლე დგას. მაგრამ ეს ასევე არის ამბის ის ნაწილი, რომელსაც ყველაზე მეტი ყურადღება ექცევა და ყველაზე ნაკლებს კი ხვება იმაზე, რაც რეალურად ხდება. იმიტომ რომ მაშინ როცა ყველა დაობს იმაზე, გადაკვეთენ თუ არა ოდესმე ჩინური ტანკები ამურის მდინარეს, ჩინეთი ჩუმად ცდილობს მოიპოვოს რაღაც ბევრად უფრო ღირებული და ბევრად უფრო ადვილად მისაღები. ბერკეტი. და ეს არის სუსტი წერტილი, რომლის დაცვაც რუსეთს შეიძლება ვერ შეძლოს. მოდით დავიწყოთ იმ ნაწილით, რომელიც თქვენგან უმეტესობას უკვე ნახევრად გესმით, რადგან ეს ქმნის საფუძველს ყველაფრისთვის. ტერიტორიული უკმაყოფილება გარე მანჯურიაში რეალურია, სულ მცირე ნაწილობრივ, და პეკინი ამ თემას განზრახ აღვივებს ისეთი გზებით, რომლებიც ბევრად ცდება ინტერნეტში საუბარს. 2023 წლის თებერვალში ჩინეთის ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც მიუთითა, რომ რუსეთთან საზღვარზე მდებარე 8 ადგილისთვის გამოიყენებდა ძველ ჩინურ სახელებს რუსულ სახელებთან ერთად. ვლადივოსტოკი, რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის შტაბ-ბინა უნდა მოენიშნათ ჰაიშენვეი. სახალინის კუნძული კი კუიე-კუიეი-დოუ. სტანოვოის მთის ქედი გახდა გარე სინგანის ქედი. ყველა ეს ცვლილება ეხებოდა რუსეთის შორეული აღმოსავლეთის მთავარ ქალაქებს და უცხოელმა მთავრობამ თავის რუკების შემდგენლებს დაავალა, რომ ისინი გადაშენებული იმპერიის სახელებით მოენიშნათ. დაძაბულობა ამით არ დასრულებულა. იმავე წლის დასაწყისში ჩინეთმა უკვე გასცა განკარგულება, რომ რეგიონის რამდენიმე ადგილისთვის სახელები შეეცვალათ. შემდეგ 2023 წლის აგვისტოში ქვეყნის ახალმა სტანდარტულმა რუკამ ბოლშოი უსურიისკის კუნძული მთლიანად ჩინეთის საზღვრებში მოაქციაქცია. ეხლა ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ 2008 წელს რუსეთმა და ჩინეთმა ოფიციალურად მოაგვარეს ამ კუნძულის სტატუსი და შეთანხმდნენ, რომ დაახლოებით შუაზე გაეღოთ. რუსეთმა შეთანხმების დასამტკიცებლად ტერიტორიის ნაწილი ჩინეთისთვისაც კი გადააბარა. 15 წლის შემდეგ კი პეკინის ოფიციალურ რუკაზე ეს კომპრომისი ჩუმად წაშალეს და მთელი ტერიტორია ჩინეთის წითლად მონიშნეს. იმავე რუკაზე ჩინეთმა მიითვისა ინდოეთის მიერ მოთხოვნილი სადავო ტერიტორიებიც და თითქმის მთელი სამხრეთ ჩინეთის ზღვა. ასე რომ რუსეთი მარტო არ იყო ამ სიტუაციაში. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა საჯაროდ უარყო ეს საკითხი და განაცხადა, რომ საზღვის პრობლემა უკვე მოგვარებულია, უფრო ცინიკური ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ეს იყო ჩუმი გზავნილი რუსეთისთვის და ჩინეთის სხვა ყველა მეზობლისთვის იმის შესახებ, რომ ჩინეთი არასდროს ივიწყებს თავის იმპერიულ საზღვრებს. 2024 წლის მაისში პუტინის სახელმწიფო ვიზიტის დროს პეკინში ორივე მხარემ ხელი მოაწერა საგზაო რუკას, სწორედ იმ კუნძულის ერთობლივი განვითარების შესახებ. ეს განცხადება უფრო გავს იმას, რომ რუსეთი მყარად აყენებს თავის პოზიციას და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ კუნძულის ნახევარი მას ეკუთვნის და კვლავ აცხადებს თავის პრეტენზიას მასზე. ამ ეტაპზე უმეტესად ისტორიები ჩვეულებრივ გზას სცილდება, რადგან ადვილია დაინახო, რატომ შეიძლება ასე მოხდეს. საბოლოოდ ჩინეთთან მოსაზღვრე რუსეთის რეგიონებში მხოლოდ 8 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და ისინი ქვეყნის მოსახლეობისა და მმართველობის ცენტრებიდან საკმაოდ შორს არიან. ფანტაზიის სამყაროში ჩინეთს შეეძლო სწრაფად დაეკავებინა ეს ტერიტორია, სანამ რუსეთი მიხვდებოდა რა ხდება. და უმეტესობა იმ ანგარიშებისა, რომლებიც შეჭრის შესაძლებლობაზე მიუთითებენ, ასევე აღნიშნავენ, რომ ეს ზუსტად შეესაბამება ჩინეთის დიდ აღორძინებას, როდესაც ის ფარულად დაიბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს. რომ რუსეთის შორეული აღმოსავლეთის ეს ნაწილები ჩინეთის კანონიერ საკუთრებას წარმოადგენს და რომ უკრაინაში ჩარჩენილი და დასუსტებული რუსეთი ზად არის დასაპყრობად. თუმცა სამხედრო გზით სიბირის დაპყრობა თითქმის ყველაზე ნაკლებად მოსალოდნელი რამაა, რასაც ჩინეთი ოდესმე შეეცდება. რუსეთს ბირთვული იარაღი აქვს და საზღვარი იურიდიულად დადგენილია. და რაც მთავარია, შორეული აღმოსავლეთის ის ნაწილი, რომელიც ჩინეთმა რეალურად დაკარგა, გარე მანჯურია, არც კი ფლობს იმ დიდ ნავთობისა და გაზის მარაგებს, რასაც ფანტაზიის ვერსია გულისხმობს. ისინი უფრო ჩრდილოეთით და დასავლეთით მდებარეობს.
ნამდვილი ამბავი უფრო მშვიდია და გარკვეულწილად ბევრად უფრო საზიანოა რუსეთისთვის, რადგან ეს უკვე ხდება და მოსკოვს ძალიან ცოტა შეუძლია გააკეთოს მის შესაჩერებლად. ჩინეთს რეალურად არ სჭირდება რუსეთის შორეული აღმოსავლეთის დაპყრობა. უმეტესობის შეფასებით რუსეთი ნელ-ნელა თავად გადასცემს კონტროლს შორეულ აღმოსავლეთზე. ამისთვის უნდა შევხედოთ რუკის ზედა ნაწილს, რუსეთის მთელი ჩრდილოეთ სანაპიროს გასწვრივ და ჩრდილოეთის ზღვის მარშრუტზე. რუსეთის მხარეს ეს საზღვაო მარშრუტი იწყება ბარენცის ზღვიდან, ნორვეგიის მახლობლად და მიემართება აღმოსავლეთით ბერინგის სრუტემდე. ისტორიის უმეტეს ნაწილში ის გაყინული იყო, გამოუსადეგარი, თეთრი სიცარიელე. მაგრამ არქტიკული ყინულის უკან დახევის შედეგად ეს მარშრუტი დედამიწაზე ერთ-ერთ ყველაზე სტრატეგიულად მნიშვნელოვან დერეფნად იქცევა. გემი, რომელიც ჩრდილოეთ ჩინეთიდან ჩრდილოეთ ევროპაში მიემგზავრება რუსეთის არქტიკული სანაპიროს გასწვრივ, თავის მოგზაურობას 30-დან 40%-მდე ამცირებს სუეცის არხის გრძელი მარშრუტის შედარებით. 2025 წლის ოქტომბერში ერთმა საკონტეინერო გემმა აღმოსავლეთ ჩინეთის პორტიდან გაერთიანებულ სამეფომდე გზა 20 დღეში დაფარა. იგივე მოგზაურობა სუეცის არხით ჩვეულებრივ 40 დღეს გრძელდება. კეთილი იმედის კონცხის გარშემო კი დაახლოებით 50 დღეს თუ გადაზიდვის დროს განახევრებ, საწვავს ხარჯებსა და ნახშირბათსაც ერთდროულად ამცირებ. ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკისთვის, როგორც ჩინეთის ეკონომიკაა, ეს ბევრად უფრო მომგებიანია ვიდრე ტერიტორიის ნაწილი, რომელსაც არც მოსახლეობა, არც რესურსები და არც გეოპოლიტიკური ინტერესი აქვს. ჩრდილოეთის მარშრუტი თითქმის მთლიანად იმ წყლებზე გადის, რომელსაც რუსეთი საკუთარად მიიჩნევს. თეორიულად ეს რუსეთს კარის დარაჯად აქცევს, რომელიც მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან ახალ გზაზე გადასახადებს აგროვებს. პრობლემა ისაა, რომ რუსეთს ამ კარის შენახვის საშუალება არ აქვს. დაფიქრდით იმ ციფრებზე, რაც რუსეთმა თავისთვის დააწესა და შემდეგ იმაზე, რაც რეალურად მოახერხა. პუტინმა ხელი მოაწერა დეკრეტს, რომელიც 2024 წელს ჩრდილოეთის ზღვის მარშრუტზე 80 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვას ითვალისწინებდა. ადრინდელი სამოქმედო დოკუმენტები კიდევ უფრო მაღალ მიზანს ისახავდა 90 მილიონ ტონას. მაგრამ როსატომმა, სახელმწიფო კორპორაციამ, რომელიც ამ მარშრუტს მართავს, რეალურად განაცხადა, რომ იმ წელს მხოლოდ 38 მილიონ ტონაზე ოდნავ ნაკლები ტვირთი გადაადგილდა. ეხლა სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ეს რეკორდი იყო დაახლოებით 1.5 მილიონი ტონით მეტი, ვიდრე წინა წელს. მაგრამ ეს ოფიციალური მიზნის ნახევარზე ნაკლებია. და ეს სხვაობა უკვე საკმარისია, რომ გაანალიზოთ რუსეთის პოზიცია საკუთარ არქტიკაში. ზოგი ექსპერტი ამ მარშრუტს უკვე ეროვნულ ბიუჯეტში შავხრელად მოიხსენიებს. პროექტად, რომელიც ფულს შთანთქავს და ძალიან ცოტა სარგებელს აბრუნებს. რაც კიდევ უფრო უარესია, რუსეთმა ვერ შეასრულა საკუთარი გეგმაც კი იმ ყინულ მჭრელების აშენებაზე, რომლებზეც ეს მარშრუტი დამოკიდებულია. და ეს არის მთავარი პრობლემა არქტიკული საზღვაო გზის. ის თავისით არ მუშაობს და უბრალოდ ვერ გაუშვებ გემს ტრანსოკეანურ მოგზაურობაში იმ იმედით, რომ მეორე მხარეს მიაღწევს. იმისთვის, რომ გემები ყინულში მოძრაობდნენ, საჭიროა ყინულმჭრელები, გემები, რომლებიც გზას უხსნიან დანარჩენებს. რუსეთს ჯერ კიდევ ყველაზე დიდი ყინულმჭრელი ფლოტი აქვს პლანეტაზე, დაახლოებით 40 პოლარული ხომალდი, მათ შორის 8 ბირთვული ენერგიით მომუშავე. ეს ნამდვილი უპირატესობაა, რომელიც ქვეყანამ 10 წლეულების განმავლობაში საბჭოთა ეპოქიდან მოყოლებული შექმნა. თავარი სიამაყეა ახალი პროექტ 2220-ის ხომალდები, არქტიკა, სიბირი, ურალი და იაკუტია. ისინი მსოფლიოში ყველაზე დიდი მყინვართამსხმეები იყვნენ ექსპლუატაციაში შესვლისას, მაგრამ ამ უპირატესობის შესანარჩუნებლად რუსეთს კიდევ უფრო მეტი ხომალდი სჭირდება. ერთ-ერთ ანგარიში ნათქვამია, რომ რუსეთს სურს ყავდეს მინიმუმ 13 ბირთვული ხომალდი და სულ 17 მყინვართამსხმევი იყოს მუდმივად მზადყოფნაში. ასე რომ ჩვენ ვსაუბრობთ მინიმუმ კიდევ 5 ხომალდზე, რომლებიც 2030 წლამდე უნდა დასრულდეს. და იგივე მექანიზმები, რომლებიც რუსეთს ომში აფერხებს, აქაც იჩენს თავს. მაგრამ სანამ გავაგრძელებთ, დარწმუნდით, რომ გამოწერილი გაქვთ The Military Show. ჩვენ ყოველდღე ვაქვეყნებთ ვიდეოებს, რათა შეეძლოთ გლობალური გეოპოლიტიკის ყველა მნიშვნელოვანი მომენტის თვალყურისდევნება. ეხლა თუ ისევ მყინვართამსხმეებს დაუბრუნდებით, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ რუსეთის ახალი თაობის მყინვართამსხმეების პროგრამის ფლაგმანი, ლიდერის კლასის როსია. ეს არის მონსტრი, რომელიც შექმნილია დაახლოებით 2-ჯერ უფრო ძლიერი ვიდრე პროექტ 2220 კლასის მყინვართამსხმეები და გავრცელებული ინფორმაციით შეუძლია გააკეთოს 50 მეტრის სიგანის არხი 2-4 მეტრზე სქელყინულში. შენებლობა დაიწყო ზვეზდას გემთმშენებელ ქარხანაში, შორეულ აღმოსავლეთში 2020 წელს. მაგრამ 2026 წლის დასაწყისისთვის გემის მხოლოდ მცირე ნაწილი იყო დასრულებული და მისი ჩაბარების თარიღი უკვე გადაიწია. ორი უკვე გადაიწია 2027 წლიდან 2030 წლამდე. მიზეზები თითქმის კომიკურია. პირველ რიგში გემის ძირითადი კორპუსის ნაწილები თავდაპირველად კრამატორსკში მდებარე ქარხნიდან უნდა მიეწოდებინათ, რომელიც დონეცკში მდებარეობს და შემდეგ ომში განადგურდა. შემდეგ გემის რეაქტორებისთვის განკუთვნილი სათადარიგო სახურავები ზღვაში დაიკარგა, როდესაც რუსული სატვირთო გემი, რომელიც მათ ეზიდებოდა, ხმელთაშუა ზღვაში ჩაიძირა. და რუსეთი ერთადერთი დაბრკოლება არ არის ამ პროექტში. ჩუკოტკა, კიდევ ერთი ბირთვული მყინვართამსხმევი. დიდი ცერემონიით გაუშვეს 2024 წლის ბოლოს, მაგრამ მხოლოდ დაახლოებით 70%-ით იყო დასრულებული, ხოლო საწყისი ვადა 2026 წლიდან 2027 წლამდე გადაიდო.
იგივე სქემა მეორდება უფრო პატარა გემებზეც. 2025 წლის აგვისტოში რუსეთის სახელმწიფო პორტის ოპერატორმა უბრალოდ გააუქმა $200 მილიონი კონტრაქტი ორი ახალი დამხმარე მყინვართამსხვრევისთვის. მიზეზად დაასახელა მშენებლობის დაგვიანება, უცხოური კომპონენტების ნაკლებობა და სანქციები. ეს გემები უნდა ყოფილიყო პირველი რუსული გესული გემები ამ ტიპის, რომელსაც შეეძლებოდა მეტრი და ნახევარი სქელი ყინულის გატეხვა. ახლა კი რუსეთს მოუწევს არსებული ფლოტის გაცილებით ინტენსიურად გამოყენება, იმავდროულად მათი შენარჩუნების მცდელობისას. ამ ყველაფრის ფონზე ჩინეთმა გადაწყვიტა, რომ აღარ სურს რუსულ არქტიკაში რუსულ ყინულმჭრელებზე დამოკიდებულება. 2026 წლის დასაწყისში ჩინეთმა წარადგინა ახალი თაობის ბირთვული ყინულმჭრელის დიზაინი, რომელსაც შეუძლია 2.5 მეტრის სისქის ყინულის გაჭრა. გემსაშენი, სადაც ის შენდება, ჩინეთის სახელმწიფო გემთმშენებლობის კორპორაციის დაქვემდებარებაშია, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გემთმშენებელია. ჩინეთი პირდაპირ ქმნის შესაძლებლობას თავად იმოქმედოს არქტიკაში და ეს მხოლოდ პროექტის პიკი იყო. 2025 წლის ზაფხულის დასაწყისში ჩინეთმა ალასკასთან ახლოს 5 ყინულმჭრელი სამეცნიერო ხომალდი განათავსა, რაც ამ რეგიონში მისი ყველაზე მასშტაბური ოპერაცია იყო დღემდე. ამ ფლოტილიას ხელმძღვანელობდა Siwell Long, ორი ჩინეთის ყველაზე ძლიერი ადგილობრივად აშენებული ყინულმჭრელი. მან შანხაი ივლისში დატოვა, ბერინგის სრუტე გაიარა და სეზონი ჩუქჩისა და ბოფორტის ზღვებში გაატარა. ალასკასა და რუსეთის არქტიკულ სანაპიროსთან ახლოს. ამას თვალყურს ადევნებდა შეერთებული შტატების სანაპირო დაცვა, ასევე კანადაც. წინა წელს იგივე ხომალდი გახდა პირველი ჩინური ყინულმჭრელი, რომელმაც მურმანსკში, რუსეთის მთავარ არქტიკულ ქალაქში შეიარა. და 2024 წლის სექტემბერში რუსეთმა და ჩინეთმა ჩაატარეს პირველი ერთობლივი არქტიკული პატრული, რომელიც შედგებოდა 2 ჩინეთის სანაპირო დაცვის ხომალდისა და 2 რუსეთის სასაზღვრო კატერისგან, რომლებიც ერთად გადიოდნენ ბერინგის სრუტეში. ფლოტილია ალასკის სიახლოვეს გაიარა, როცა წყნარ ოკეანეში ბრუნდებოდა. ეხლა ერთი შეხედვით ეს ერთობლივი პატრული პარტნიორობას გავს. მაგრამ რუსეთი არის დამკვიდრებული არქტიკული ძალა, რომელსაც ყველაფერი აქვს დასაცავი. ჩინეთი ახალწვეულია, რომელსაც ყველაფერი აქვს მოსაპოვებელი და დღეს რუსეთთან თანამშრომლობით იძენს გამოცდილებას და ტექნიკას, რომელიც მომავალში იქ ოპერირებისთვის დასჭირდება, რუსეთთან ერთად ან მის გარეშე. ჯეიმსტაუნის ფონდი ამას მოკლედ ასე აჯამებს. რუსეთსა და ჩინეთს არქტიკიდან სხვადასხვა რამ სურთ. რუსეთი მას უსაფრთხოების ლონად აღიქვამს სუვერენიტეტისა და თავდაცვის საკითხის საკითხად. ჩინეთი მას ეკონომიკურ შესაძლებლობად, სავაჭრო მარშრუტად და რესურსების ბაზად აღიქვამს. ამ ეტაპზე ეს ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. მაგრამ ანალიტიკოსები სულ უფრო მეტად ღელავენ, რომ ეს ინტერესები ყოველთვის არ დაემთხვევა ერთმანეთს და როდესაც ისინი გაიყოფა, სუსტი პარტნიორი წააგებს. და სწორედ აქ ჩინეთის ფრთხილად შერჩეული სიტყვები მოსკოვს პრობლემად უბრუნდება. უკვე 2018 წელს ჩინეთმა თავი არქტიკასთან ახლოს მდებარე სახელმწიფოდ გამოაცხადა და წარმოადგინა თავისი ხედვა პოლარული აბრეშუმის გზის შესახებ. რუსეთს ეს ტერმინი არ მოეწონა. 2020 წელს რუსეთის წარმომადგენელმა არქტიკის საბჭოში საჯაროდ უარყო ეს ტერმინი და ამერიკულ პოზიციას დაეთანხმა, რომ ჩინეთი არქტიკული ქვეყანა არ არის. მაგრამ ეს იყო რუსეთის პოზიცია 2020 წელს. 2026 წელს, როდესაც სანქციები რუსეთს რეგიონში დამოუკიდებლად განვითარების შესაძლებლობას უზღუდავს, მოსკოვს თითქმის აღარ აქვს არჩევანი და იძულებულია მიესალმოს იმავე ჩინურ ოფნას, რომელსაც ადრე თავიდან იცილებდა. არქტიკასთან ახლო სახელმწიფო, რომელიც რუსეთმა უარყო, ახლა ის პარტნიორია, რომელთა გარეშეც რუსეთი ვერ გაძლებს. თუ არქტიკა სტრატეგიული სუსტი წერტილია, ენერგეტიკა ფინანსურ სუსტ წერტილს წარმოადგენს და აქ დისბალანსი კიდევ უფრო მძიმეა. როდესაც ევროპამ რუსეთს გაზზე სანქციები დაუწესა შეჭრის შემდეგ, რუსეთს სწრაფად უნდა ეპოვა ახალი მყიდველი და რეალურად მხოლოდ ერთი საკმარისად დიდი მყიდველი არსებობდა. და ჩინეთი, როგორც გეტყვით, ნებისმიერი ვინც პეკინთან ოდესმე მოლაპარაკებებს აწარმოებდა, ძალიან მკაცრ პირობებს აყენებს. ყველაზე ნათელი მაგალითია მილსადენი, რომელიც ცნობილია როგორც სიბირის ძალა 2, რუსეთის დიდი იმედი, რომითაც უნდა ჩაენაცვლებინა დაკარგული ევროპული გაზის ბაზარი. ის წელიწადში 50 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზს გადაიტანდა დასავლეთ სიბირის საბადოებიდან მონღოლეთის გავლით ჩრდილოეთ ჩინეთში. რუსეთისთვის ეს თითქმის სტრატეგიული აუცილებლობაა და სწორედ იმიტომ, რომ მოსკოვს ასე ძალიან სჭირდება, პეკინი წლები არ ჩქარობს. 2024 წლის ზაფხულში გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთმა მოითხოვა, რომ იმ გაზისთვის რუსეთის ძლიერ სუბსიდირებული შიდა ფასის ახლოს გადაეხადა და მხოლოდ მილსადენის დაგეგმილი სიმძლავრის მცირე ნაწილზე აეღო ვალდებულება. ასე რომ, ჩინეთი ითხოვდა თითქმის თვითღირებულებით გადახდას და ნაკლებ ვალდებულებას, მაშინ როცა რუსეთი იყო ის, ვინც სასოწარკვეთილად ესწრაფოდა ამ შეთანხმებას. როდესაც ამაზე კითხეს, კრემლის პრესპიკერმა მხოლოდ ის თქვა, რომ სრულიად ნორმალურია, თითოეული ქვეყანა საკუთარ ინტერესებს იცავდეს და რომ კომერციული დეტალები კონფიდენციალურად დარჩებოდა. ეს არის მოლაპარაკების წაგებული მხარის ენა. 2026 წელს მრავალწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ ქვეყნებმა კიდევ ერთ შეთანხმებას მიაღწიეს იმაზე, სად და როგორ უნდა გაიყვანონ მილსადენი. მაგრამ ამ ანგარიშთან ახლდა შენიშვნა, რომ სხვა დეტალები ჯერ კიდევ დასაზუსტებელია. სწორედ აქ იწყება პრობლემის არსი. ჩინეთს აქვს არჩევანი.
ის ყიდულობს გაზს თურქვენეთიდან მიანმიდან მილსადენით და ის არის მსოფლიოში გათხევადებული ბუნებრივი გაზის უმსხვილესი ცალკეული იმპორტიორი, რომელსაც ყატარიდან, ავსტრალიიდან და შეერთებული შტატებიდან აწვდიან. თუ ფასები მაღალია, შეუძლია დაეღდნოს საკუთარ წარმოებას ან სხვა მომწოდებლებს. რუსეთს კი პირიქით ამ გაზისთვის ფაქტობრივად მხოლოდ ერთი მთავარი მომხმარებელი ჰყავს და სხვაგან გასაგზავნი არ აქვს. ამიტომ ჩინეთს ყველა მოლაპარაკებაში უპირატესობა აქვს და ეს ყველასთვის ცნობილია. მესამე ნაწილი კი ის სპორტია, რომელიც იმ ტერიტორიულ დავაშია ჩართული, რომელზეც ადრე ვისაუბრეთ. 2023 წლის მაისში ჩინეთის საბაჟო ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ რუსეთის ვლადივოსტოკის პორტი ჩინეთის შიდა ვაჭრობის სატრანზიტო ჰაბად დამტკიცდებოდა. ვლადივოსტოკი ჩინეთის რუკაზე ჯერ კიდევ ოფიციალურად ჰაიშენვეის სახელით არის აღნიშნული. ეს არის რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის ბაზა და მაგალითია იმისა, თუ რა წაართვა რუსულმა იმპერიამ ცინის დინასტიას დამცირების საუკუნეში. ჩინეთის პროვინციებიდან საქონელი შეიძლება ვლადივოსტოკიდან გაიგზავნოს და ჩაითვალოს როგორც ჩინური შიდა ტვირთი, რაც მათ დაზოგავს გრძელ გზას სამხრეთით მდებარე ჩინურ პორტამდე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რუსეთის სუვერენული ტერიტორია ჩუმად ერთიანდება ჩინეთის შიდა ეკონომიკის ლოგისტიკაში. ჩინეთის სახელმწიფო მედია ამას მაღალ დონეზე სტრატეგიული ურთიერთმდობის ნიშნადაც კი აღნიშნავდა. თუ ამ ყველაფერს ერთად შევხედავთ, სტრატეგიის ფორმა უკვე ჩანს. ჩინეთი ნელა მოთმინებით და სრულიად მშვიდობიანად ითავსებს რუსეთის აღმოსავლეთს თავის ეკონომიკურ ორბიტაში, მარშრუტიდან მარშრუტამდე, მილსადენიდან მილსადენამდე, პორტიდან პორტამდე. და ამ ყველაფრის მთავარი მამოძრავებელი ძალა ისაა, რასაც რუსეთი ვეღარ გამოასწორებს, რადგან ეს პროცესი უკვე 30 წელია მიმდინარეობს. რუსეთის შორეული აღმოსავლეთი იცლება. 1990-დან რეგიონის კვლევების მიხედვით შორეულმა აღმოსავლეთმა მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედი დაკარგა, რადგან ადამიანები სამუშაოსა და სითბოს საძიებლად დასავლეთისკენ, მოსკოვისა და ევროპული რუსეთისკენ მიემართებიან. ეხლა ეს დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე იშვიათად დასახლებული ადგილია, სადაც უზარმაზარ ტერიტორიებზე კვადრატულ კილომეტრზე თითქმის მხოლოდ ერთი ადამიანი ცხოვრობს. ამასობაში პირდაპირ მდინარის გადაღმა ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთის პროვინციებში 100 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ამიტომაც ფული შემოდის, რათა შეავსოს ეს ვაკუუმი. ხაბაროვსკში ჩინეთის გენერალურმა კონსულმა 2025 წლის იანვარში განაცხადა, რომ რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში უცხოური ინვესტიციების 90%-ზე მეტი ეხლა ჩინეთიდან მოდის. ამ დონეზე შორეული აღმოსავლეთი ფაქტობრივად ჩინეთზეა დამოკიდებული, მიუხედავად იმისა, რომ ამას ოფიციალურად ასე არ უწოდებენ. რეგიონში მოქმედი 53 ჩინური კომპანიის ფონზე მათაც აქვთ გავლენა იმაზე, რა მოხდება ამ ფულთან დაკავშირებით და როგორ განაწილდება იგი. ეს ის მომენტია, როდესაც ყველაზე დრამატული განცხადებები ჩნდება და ისინი განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებენ, რადგანაც ისინი დაინტერესებული მხარისგან მოდის. 2025 წელს უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურს მიკუთვნებულ შეფასებაში ნათქვამია, რომ რუსეთი ფაქტობრივად ტერიტორიის გადაცემით უხდის თავის საომარ მოკავშირეებს. უკრაინის თქმით, მოსკოვის უუნარობა განავითაროს შორეული აღმოსავლეთი რეგიონს გარე კონტროლისთვის ღია სტოვებს. დროთა განმავლობაში კრემლმა შეიძლება ეფექტური კონტროლი დაკარგოს ქვეყნის ტერიტორიის 40%-მდეც კი. მან განაცხადა, რომ ვლადივოსტოკსა და ურალს შორის უკვე ცხოვრობს 2 მილიონამდე ჩინეთის მოქალაქე, რომლებიც ქმნიან ანკლავებს, სადაც რუსები იშვიათად მუშაობენ და აღწერა დემოგრაფიული და ეკონომიკური ანექსიის პროცესი, რომელსაც ხელს უწყობს უვიზო მიმოსვლა და სპეციალური ეკონომიკური ზონები. მან დაამატა, რომ ჩინეთის ინვესტიციებმა შორეულ აღმოსავლეთის ოლქში შეიძლება მიაღწიოს 1 ტრილიონ რუბლს, რაც დაახლოებით 13 მილიარდ 717 მილიონ 60,000 დოლარს შეადგენს 2026 წლისთვის. და მან მიუთითა პარალელურ ჩრდილოეთ კორეულ სამუშაო ძალაზე, სადაც ათასობით მუშა ჩამოდის დაბალანაზვაურებად სამუშაოებზე დასასაქმებლად. 2 მილიონი ჩინელი დასახლებულის ეს რიცხვი ცოტა არადამაჯერებელი სტატისტიკაა, მაგრამ სრულად უსაფუძვლოც არ არის. რუსეთის 2010 წლის აღწერამ მხოლოდ დაახლოებით 30,000 ჩინელი მაცხოვრებელი დააფიქსირა, ხოლო ეს რიცხვი 2021 წლის აღწერაში 20,000-ზე ქვემოთ დაეცა. თუმცა ტაივანის თანამემამულეთა კომისიამ ბევრად უფრო შთამბეჭდავი რიცხვი დაასახელა, თითქმის 9 მილიონი ადამიანი. დამოუკიდებელ რუსულ სტატიაშიც იგივე აზრი გაჟღერდა, რომ რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში ან მის გარშემო 2 მილიონი ჩინელი ცხოვრობს და ვარაუდობს, რომ ეს რიცხვი შეიძლება 3 მილიონამდე გაიზარდა, რადგან რუსეთ-ჩინეთის ორმხრივი ვაჭრობის დონეები რეკორდებს ამყარებს. მაგრამ ამ ამბის გასავრცელებლად ბოლო ნაწილიც კი არ არის საჭირო. თუ გადამეტებულ რიცხვებსა და საომარ სპეკულაციებს გამოვაკლებთ, მაინც რჩება მყარი გადამოწმებადი ბირთვი და ეს მაინც ცუდია რუსეთისთვის. მას აქვს არქტიკული მარშრუტი, რომელსაც ვერ ინარჩუნებს. გემფშენებლობის შესაძლებლობების ნაკლებობა, მაშინ როცა ჩინეთი ცალმხრივად აცხადებს თავს არქტიკულ სახელმწიფოდ და იწყებს საკუთარი გემების გატარებას და გლობალურ გეოპოლიტიკაში ალტერნატიული ვარიანტების დეფიციტი. აი რატომ? ჭკვიანური მიდგომა არ არის იმის კითხვა, შეიჭრება თუ არა ჩინეთი. თითქმის არც ერთი სერიოზული ანალიტიკოსი არ ელოდება ტანკებს. რუსეთი დრევანდელი დღისთვის თამაშობს, რადგან დღეს მხოლოდ ამაზე შეუძლია იფიქროს ქვეყანას, რომელიც ძვირადღირებულ ომს აწარმოებს. ჩინეთი კი მომავალ 10 წლეულებზეა ორიენტირებული.
და ასეთ დაპირისპირებაში, სადაც ერთ პარტნიორს შეთანხმება ახლა სჭირდება, ხოლო მეორე პარტნიორს შეუძლია დაელოდოს, მოთმინება თავთავისთავად ერთგვარი დაპყრობაა. ამასობაში ჩინეთს შეუძლია რომ განაცხადოს და წამოაყენოს პრეტენზიები. იტალიურმა ანალიტიკურმა ცენტრმა ESPEM აღნიშნა, რომ ჩინეთს შეუძლია ეფექტურად ჩამოაშოროს უცხოური პრეტენზიები სადავო ტერიტორიებზე. ეს სწორედ ისაა, რაც ყველას დაემართა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, როცა ჩინეთმა 27 ახალი სამხედრო ბაზა ააშენა. და როცა ვლადივოსტოკი ჩინეთის შიდა საზღვაო მარშრუტების ნაწილად იქცევა და უცხოური ინვესტიციების დიდი ნაკადი შემოდის, ჩინეთს შეუძლია ეს მარშრუტი თავისთვის სასურველი მიმართულებით მიმართოს. ან თუნდაც რუსულ კომპანიებს იგივე შესაძლებლობა არ მისცეს. ამჟამად რუსეთში კრიზისია. ეს უმნიშვნელო პრობლემა არ არის. კრიზისმა მთელი ქვეყანა მოიცვა, მოსკოვიდან სიბირამდე გავრცელდა, რადგან პუტინის ომი მხოლოდ შინ არ დაბრუნდა, არამედ უკვე ზიანს აყენებს იმ ხალხსაც, რომლის დაცვასაც რუსეთის ძლიერ ლიდერად მიჩნეული ადამიანი იბრალებს. უკრაინა პუტინს ყველაფრისთვის აგებინებს, რაც მას გაუკეთებია. როგორ? უკრაინამ ახლახან რუსეთის გამორთვის ღილაკი იპოვა და დააჭირა. ამ წუთებში რუსეთი ერთ-ერთ ყველაზე მძიმე საწვავის კრიზისშია, რაც ქვეყანას გამოუცდია მას შემდეგ, რაც პუტინმა რკინის მტევნით ჩაიგდო ხელში და არ ანებებს თავს. უკრაინის დამანგრეველი კამპანია რუსეთის ნავთობის წინააღმდეგ მთელ ქვეყანას პარალიზებას უკეთებს, რადგან დეფიციტი მძვინვარებს იმ რეგიონებშიც კი, სადაც პუტინს არასდროს ეგონა, რომ უკრაინის ძალისხმევა მიაღწევდა. ყველაფერი ღირიმით დაიწყო. მაისში უკრაინამ დაიწყო კოორდინირებული კამპანია, რათა გაენადგურებინა რუსეთის ლოგისტიკა, რომელიც ღირიმის ნახევარკუნძულს ემსახურებოდა. ამ კამპანიას უწოდეს ლოგისტიკის ბლოკადა და მისი ფარგლებში უკრაინა უტევს მომარაგებებისა და საწვავის მანქანებს იმ ლოგისტიკურ არტერიებზე, რომლებიც რუსეთის ღირიმის ოკუპაციას სიცოცხლეს უნარჩუნებს. და ამან აშკარა შედეგი გამოიღო. 4 ივნისისთვის ღირიმში საწვავის დეფიციტის შესახებ გავრცელდა ცნობები, რის გამოც ბენზინგასამართ სადგურებზე მომხმარებლებისთვის შეზღუდვები დაწესდა. უმეტესობას უთხრეს, რომ ფითო მანქანაზე მხოლოდ 20 ლიტრი საწვავის შეძენა შეეძლოთ, რაც სერიოზულ პრობლემებს უქმნის ყველას, ვინც სამუშაოდ ავტომობილით გადაადგილდება. გავრცელდა უზარმაზარი რიგების ფოტოები ბენზინგასამართ სადგურებთან, რადგან ყირიმში ადამიანები სასუწარკვეთილებით ცდილობდნენ ხელში ჩაეგდოთ ნახევარკუნძულზე დარჩენილი ბოლო წვეთები ბენზინი. 21 ივნისზე გადავიდეთ და შეზღუდვები გადაიქცა საწვავის გაყიდვის სრულად შეწყვეტად, ყველა იმპეტად, ყველა იმ პირისთვის, ვინც სახელმწიფო უწყებებს არ ეკუთვნოდა, რადგან უკრაინის დაბომბები ყირიმის ლოგისტიკაზე კიდევ უფრო გაძლიერდა. თავდაპირველად ჩანდა თითქოს რუსეთში საწვავის კრიზისი მხოლოდ ერთ რეგიონს შეეხებოდა, მაგრამ სიტუაცია რუსეთისთვის ბევრად უფრო დამძიმდა. პუტინის მთავარი პრობლემა ისაა, რომ ყირიმის იზოლაციის კამპანია პარალელურად მიმდინარეობს ბევრად უფრო ფართო მცდელობასთან, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის ნავთობის გადამუშავებისა და ტრანსპორტირების ჰაბების პარალიზებას. ეს კამპანია უბრალოდ თქვათ, ამჟამად რუსეთში სერიოზულ პრობლემებს იწვევს. 22 ივნისს United 24 მედია იტყობინებოდა, რომ რუსეთის 6 რეგიონს იძულებული გაუხდა იმავე ტიპის საგანგებო საწვავის რაციონის შემოღება, როგორც ივნისის დასაწყისში ყირიმში ვიხილეთ. ეს შეზღუდვები რეგიონების მიხედვით განსხვავდება, ხოლო ეს 6 რეგიონია: ომსკი, სარატოვი, ამური, ტამბოვი, ირკუტსკი და ვორონეჟი. ამ რეგიონებში შეზღუდვები ჯერ კიდევ ისეთი მძიმე არ არის, როგორც ყირიმში ვიხილეთ, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით. მაგალითად, ომსკის ხელისუფლებამ ბენზინის შეძენა თითო ავტომობილზე 40 litrით შეზღუდა, დიზელის კი ქალაქებში 80 litrით, ხოლო მაგისტრალებზე 200 litrით. სარატოვში ბენზინის შეძენა 30 litrით არის შეზღუდული. ეს შეზღუდვა სულ მცირე 30 ივნისამდე გაგრძელდება. ვორონეჟში ლუკოილის ბენზინგასამართ სადგურებზე მოქალაქეებს თითო ავტომობილზე მხოლოდ 30 ლიტრი ბენზინისა და 60 ლიტრი დიზელის შეძენა შეუძლიათ. ირკუტსკში ვითარება როგორც ჩანს ყველაზე მძიმეა. ზოგიერთ ბენზინგასამართ სადგურზე მომსახურება მთლიანად შეჩერებულია და საწვავს მხოლოდ საგანგებო სამსახურებსა და სხვა საზოგადოებრივ მომსახურებებს აწვდიან. თუმცა რაც აქ ხდება, აშკარად საწვავის კრიზისის დაწყება. მაგრამ შეიძლება იკითხოთ, რა არის ამაში განსაკუთრებული. 6 ან 7 რუსკიონი, მათ შორის ხივიმი, ზღუდავს საწვავის გაყიდვებს. ეს ნამდვილად კრიზისია. ეს კარგია კითხვებია და შეგვიძლია გიპასუხოთ, თუ ცოტა უფრო ღრმად ჩავიხედავთ რუსეთის საწვავის ამჟამინდელ მდგომარეობაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს 6 ან 7 რეგიონი ყურადღების ცენტრშია შეზღუდვების გამგამო, რეალობა, რომელსაც რუსეთი ცდილობს დამალოს, ისაა, რომ ათეულობით რეგიონი იგივე საწვავთან დაკავშირებულ პრობლემებს აწყდება. 20 ივნისის სტატიაში Wall Street Journal-მა გამოავლინა, რომ საწვავის შეძენაზე შეზღუდვები ფაქტობრივად გავრცელდა რუსეთისა და ოკუპირებული უკრაინის 53 რეგიონზე. ხოლო ყველაზე შორეულები დაწესდა სიბირისა და რუსეთის არქტიკის ტერიტორიებზე. ის რეგიონები, რომლებიც უკვე ვახსენეთ, მხოლოდ ის ადგილებია, სადაც ადგილობრივი გუბერნატორები დეფიციტს იმდენად აშკარად ახმაურებენ, რომ მედია საშუალებებს მათი დაფიქსირება შეუძლიათ. მაგრამ ჟურნალის მიხედვით რუსულმა მედია საშუალებამ The Bell-მა 53 რეგიონი დაითვალა, რომლებიც დაზარალდნენ მას შემდეგ, რაც ყურადღებით შეაგროვა საჯარო განცხადებები, რომლებიც აუცილებლად არ ხვდება დასავლური მედია საშუალებების ყურადღების ქვეშში. ეს უზარმაზარია. ის რაც თავიდან რეგიონულ საწვავის პრობლემად ჩაბლემად ჩანდა უკვე გადაიქცა კრიზისად, რომელიც თითქმის მთელ რუსეთს მოიცავს.
რა თქმა უნდა, რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ინფორმაცია არ გახდეს საჯარო. გარდა იმ რამდენიმე განცხადებისა, რომლებმაც რუსეთს გარეთაც მიაღწია, რუსეთის ფედერაციიდან ბევრი ინფორმაცია არ გამოდის. პუტინს ნამდვილად არაფერი უთქვამს კრიზისზე და ეს გასაკვირი არ არის. იმის აღიარება, რომ რუსეთში საწვავის დეფიციტია, პუტინისთვის იმას ნიშნავს, რომ მან საბოლოოდ უნდა აღიაროს, რომ უკრაინა თავისი დარტყმებით სერიოზულ ზიანს არენებს რუსეთს. The Wall Street Journal წერს, რომ პუტინის კაბინეტი 26 ივნისს შეხვედრას გამართავს ამ პრობლემის განსახილველად, მაგრამ ძნელია წარმოდგენა, რა სახის გამოსავალს მოიფიქრებენ. კრემლს არ შეუძლია საწვავი ჰაერიდან გააჩინოს და რთულია ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისგან წარმოების გაზრდის მოთხოვნა, როცა ამავე ქარხნებს უკრაინული დრონები ისევ და ისევ ესტუმრებიან. ამაზე ცოტა ხანში უფრო დეტალურად ვისაუბრებთ. მიუხედავად იმისა, რომ კრემლი კოლექტიურად დუმილს ინარჩუნებს, რუსი ხალხი ხმამაღლა საუბრობს იმ პრობლემებზე, რომელთაც აწყდებიან. ჟურნალი წერს ერთ ქალზე, რომელმაც ტელეგრამში დაწერა, რომ მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგს შორის მგზავრობისას იძულებული გახდა 2 საათზე მეტხანს დალოდებოდა საწვავის ჩასასხმელად. ის ფაქტი, რომ საერთოდ ამ რეგიონებს ვახსენებთ, გაჩვენებთ, რამდენად შორს გავრცელდა ეს კრიზისი. ეს ორი რეგიონი პუტინისთვის რუსეთის გვირგვინის მარგალიტებია. თუმცა საწვავის დეფიციტი აქვს, რუსეთის სხვა ბევრად ნაკლებად მნიშვნელოვან რეგიონებს სერიოზული პრობლემები ექნებათ. რადიო თავისუფალი ევროპა, რადიო თავისუფლება, გთავაზობთ მეტ ინფორმაციას. ჩვენ საწვავს ვერ ვისხამთ. კრასნოდარში არ არის საწვავი, როგორც ერთმა მცველმა განუცხადა გამოცემას. 1000 კილომეტრზე მეტი დაშორებით თათრეთში კიდევ ერთი ამბობს, როგორც ყოველთვის ის არის ცარიელზეა და უბრალოდ პანიკაში ვარ. არც ერთი ეს რეგიონი არ არის იმ 7 რეგიონს შორის, რომლებიც უკვე სახელებით ვახსენეთ და ეს არის მტკიცებულება იმისა, რომ საწვავის კრიზისი მთელ რუსეთში გავრცელდა. ვის წინაშეც ახლა პუტინი დგას, მიუხედავად იმისა, სურს თუ არა ამის აღიარება, არის საწვავის ყველაზე მძიმე კრიზისი, რომელსაც რუსეთი იძულებული გახდა განკლავებოდა უკრაინის ომის დაწყების შემდეგ. და შეიძლება ეს იყოს ყველაზე მძიმე ასეთი კრიზისი, რომელსაც რუსეთი პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შეხვედრია. ეს შეიძლება უცნაურად ჟღერდეს. ბოლოს და ბოლოს, სწორედ ამ პერიოდში 2025 წელს იწერებოდა ანგარიშები რუსეთში მსგავსი კრიზისის შესახებ. როდესაც უკრაინამ 2025 წლის მეორე ნახევარში დაიწყო რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები, რიგები იქმნებოდა და შეზღუდვები წესდებოდა. უკრაინამ აგვისტოსთვის რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრის მინიმუმ 17% გაანადგურა, წერს გარდიანი. და ჩანდა, რომ რუსეთი საწვავის ისეთივე დიდ კრიზისში იყო, როგორიც ახლა გვხვდება. თუმცა როგორც ჩანს, ეს უკვე აღარ არის ასე. 2025 წლის დეკემბრის ანგარიში Moscow Times-ი 1600 ადამიანის გამოკითხვაზე წერს, რომელმაც აჩვენა, რომ მხოლოდ მეოთხედზე ნაკლებს ქონია რაიმე სახის დეფიციტი, ხოლო მხოლოდ 6%-მა თქვა, რომ პრობლემა 5-ზე მეტჯერ შეექმნა. ყველა მათგანიდან, ვინც 2025 წელს დეფიციტთან დაკავშირებულ პრობლემას შეეჯახა, მხოლოდ 10%-მა თქვა, რომ ალტერნატიული ბენზინგასამართი სადგურის პოვნა ვერ შეძლო. ასე რომ 2025 წელს დეფიციტი იყო, მაგრამ შეიძლება კრიზისი არ ყოფილიყო. 2026 წელი კი სრულიად განსხვავებულია. 50-ზე მეტმა რუსეთის რეგიონმა გამოაცხადა შეზღუდვები, რაც ცხადყოფს, რომ ახლა რასაც ვხედავთ, უფრო მასშტაბურია, ვიდრე ოდესმე გვინახავს რუსეთში, მას შემდეგ რაც პუტინმა თავისი ომი დაიწყო. მაგრამ თუ ეს რიცხვი მარტო არ არის საკმარისი, რომ დაგარწმუნოთ, კიდევ სხვა ფაქტორებიც არსებობს. რუსეთში უკვე იწყებს სასოწარკვეთა ფესვების გადგმას, რადგან უკვე შემოდის ცნობები იმ პრობლემებზე, რომლებიც გამოწეულია ქვეყანაში საწვავის მასობრივი დეფიციტით. ეს ამტკიცებს, რომ რასაც ვხედავთ, ნამდვილი საწვავის კრიზისია. მაგრამ სანამ უფრო ღრმად ჩაუღრმავდებით, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ The Military Shows. ჩვენ ვიხედებით სათაურების მიღმა, რათა ყველა ჩვენს ვიდეოში სრული ისტორია გაგაცნოთ. ამიტომ დარწმუნდით, რომ გამოწერილი გაქვთ ჩვენი ახი, რომ მომავალშიც იხილოთ ჩვენი ვიდეოები თქვენს ფიდში. ამჟამად რუსეთში უკვე ვხედავთ დეფიციტის უთღვარ ნიშნებს, გადამხედველებს. ადამიანები, რომლებიც სურთ გამოიტენონ მიწოდებისა და მოთხოვნის საბაზისო პრინციპები, ცდილობენ რაც შეიძლება მეტი საწვავი შეიძინონ რუსეთში, რათა შემდეგ დიდი მოგებით გაყიდონ. თუ გახსოვთ COVID-19 პანდემიის დასაწყისი, შეიძლება გახსენდეთ, როგორ აგროვებდნენ ადამიანები ტუალეტის ქაღალდსა და ხელის სადეზინფექციო საშუალებას, რომ სწრაფად გაეკეთებინათ ფული. ეს იგივეა, უბრალოდ საწვავზე. რუსეთი უკვე ცდილობს ამ მზარდი გადაყიდვის ბაზრის შეჩერებას, რადგან ცდილობს დამალოს საწვავის კრიზისის მასშტაბურობის ნამდვილი სურათი. ივნისის 22-ის ანგარიში United 24 მედიამ გაამჟღავნა, რომ მთელ რუსეთში ციფრულმა პლატფორმებმა, მათ შორის Wildberries-მა და Avito-მ, დაიწყეს გადამყიდველების რეკლამების აკრძალა, რომლებიც ცდილობენ სწრაფად გამოიმუშაონ ფული ბენზინის გაჭირვებულ ადამიანებზე გაყიდვით. ეს პლატფორმები ამას საკუთარი სურვილით არ აკეთებენ. ისინი თანამშრომლობენ რუსეთის ფედერალურ ანტიმონოპოლიურ სამსახურთან, რათა აღკვეთონ ბენზინისა და დიზელის გადაყიდვების ზრდა, რაც საწვავის კრიზისის გავრცელების შემდეგ დაიწყო რუსეთში. ბევრი ცდილობდა ბედიეცა და ამპულის გამომუშავების სქემით. ანგარიშის წინა კვირას ავიტოზე ბენზინის ძებნისას 740 განცხადება გამოჩნდა, საიდანაც 340 კორპორატიული სუბიექტების მიერ იყო განთავსებული. ამჟამად United 24 მედიის ინფორმაციით რუსეთის 29000 ბენზინგასამართ სადგურიდან 7000 საწვავი უმთავრდება, მას შემდეგ რაც საწვავის ბაზრის უმსხვილესმა კომპანიებმა გაყიდვების შეზღუდვა დაიწყეს.
ეს კომპანიები ამტკიცებენ, რომ ცდილობენ პანიკური შესყიდვები შეამცირონ, მაგრამ შესაძლოა ნაკლებს ყიდიან, იმიტომ რომ ნაკლები აქვთ. ეს სასოწარკვეთა რუსეთის ავიაციის სექტორშიც ვრცელდება. 13 ივნისს RBC უკრაინამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა საწვავის შევსებაზე შეზღუდვები დააწესა რამდენიმე კომერციულ აეროპორტში, მათ შორის კრასნოდარში, მახაჩყალასა და ნიჟნი-ნოვგოროდში. საბითუმო ფასები ავიაკეროსინზე რუსეთში 52%-ით უფრო მაღალია, ვიდრე მარტის დასაწყისში იყო. და აშკარაა, რომ ეს შეზღუდვები სწორედ ამის უზრუნველსაყოფად დაწესდა. ავიაციური საწვავის შემცირებული მარაგი პირველ რიგში სამხედროებს მიეწოდებათ, ხოლო კომერციულ ავიახაზებს სულ უფრო ნაკლებად. რუსეთმა ასევე აკრძალა ავიაკეროსინის ექსპორტი 30 ნოემბრამდე, რათა შიდა მარაგები შეავსოს. ასე რომ მხოლოდ ბენზინი არ არის, რაც იწურება. რუსეთში ავიაციური საწვავით სწრაფად ქრება. რუსეთის მცირე ავიაციის სექტორი განსაკუთრებით პანიკაში ვარდება. ამის შესახებ იუწყება 22 ივნისის კიევ პოსტის ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ მცირე თვითმფრინავების პილოტებისთვის პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება ავიაციური საწვავის პოვნა საკუთარი თვითმფრინავებისთვის. კлау, შეზღუდული მარაგები და ფასების ზრდა სახელდება მთავარ მიზეზებად, რაც ორივე უკრაინის კამპანიის შედეგია, რუსეთის ნავთობის სექტორის წინააღმდეგ. იგივე გამოცემა დამატებით ინფორმაციასაც ამატებს რუსეთის კომერციული ავიაციის საწვავის პრობლემებზე და აღნიშნავს, რომ მინიმუმ 2 ავიაკომპანიამ შეწყვიტა რეზერვული საწვავის მიწოდება საკუთარ პილოტებისთვის. ამიტომ თუ ცუდი ამინდი ან მოულოდნელი გადამისამართება მოხდება, ამ პილოტებს ბევრი არჩევანი აღარჩებათ, რომ თვითმფრინავები ჰაერში შეინარჩუნონ. დაუბრუნდეთ მცირე ზომის თვითმფრინავებს. United 24 მედია ამატებს, რომ ზოგიერთი პილოტი საკუთარ თვითმფრინავებში ავტომობილებისთვის განკუთვნილ ბენზინს ცდის. ეს ცუდი იდეაა. არსებობს მიზეზი, რატომაც თქვენ ვერ ნახავთ თუნდაც პროპელერიან თვითმფრინავებს ბენზინ გასამართ სადგურებთან. ავტომობილის ბენზინი ნაკლებად სტაბილურია, ვიდრე ავიაციის ბენზინი, რომელსაც ასეთი ტიპის თვითმფრინავები უნდა იყენებდნენ. ყოველ ჯერზე, როცა პილოტი აფრინდება საწვავით, რომელიც მისი თვითმფრინავისთვის განკუთვნილი არ არის, ის საკმაოდ აფეთქების სერიოზულ რისკზე მიდის. ძრავებმა შეიძლება აფეთქდეს და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ რუსეთს ამ პილოტებისთვის საჭირო კონკრეტული ტიპის საწვავი უმცირდება. განმეორებით ხედავთ იმის მტკიცებულებებს, რომ რუსეთში საწვავის კრიზისია. და მიუხედავად იმისა, რომ Moscow Times-ის აზრით ეს კრიზისი კრემლისთვის გარკვეულწილად მართვადია, სულ მცირე ამ ეტაპზე არჩევანი იწურება. უკრაინა თავის კამპანიას არ შეწყვეტს, პირიქით, ის კიდევ უფრო გააძლიერებს მას. საწვავის ფასების გაზრდამ შეიძლება ბუნებრივად შეამციროს მოთხოვნა, თუმცა ეს ასევე გამოიწვევს უკმაყოფილებას და რეალურად ვერ გადაჭრის იმ პრობლემას, რომ ბევრ რუსს მანქანის ტარება აღარ შეეძლება. გამოცემა ასევე ვარაუდობს, რომ დეფიციტი შემოდგომისთვის თავისით იწყებს მოგვარებას, თუმცა უკრაინის მიერ გამოწვეული დეფიციტის პერიოდები ყოველწლიურად უფრო გრძელდება. მაინც ეს ძირითადად ნიშნავს იმას, რომ რუსეთს ბევრი არაფერი შეუძლია გააკეთოს, გარდა იმისა, რომ იმედოვნოს უკრაინის თავდასხმები შენელდება. და ეს კარგად ვიყვანს იმაზე, რამაც რუსეთში საწვავის კრიზისი თავდაპირველად გამოიწვია. ვიდეოს დასაწყისში გითხარით, რომ უკრაინამ იპოვა რუსეთის გამორთვის რილაკი და დააჭირა მას. პრაქტიკულად ეს ნიშნავს იმას, რომ უკრაინა გამუდმებით უტევს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს კამპანიის ფარგლებში, რომელიც სერიოზულად 2025 წელს დაიწყო და კიდევ უფრო გამწვავდა, როცა 2026-ში შევედით. Wall Street Journal-ი მიუთითებს ბოლო თავდასხმაზე მოსკოვის მთავარ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომელიც რუსული დედაქალაქისა და მიმდებარე რეგიონებისთვის საწვავის მესამედზე მეტს აწუდის, როგორც მტკიცებულებას იმისა, რასაც უკრაინა აკეთებს. იგივე ამატებს, რომ უკრაინა მარტის შემდეგ 24-ზე მეტი ასეთი ტიპის დარტყმა განახორციელა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე. ამათ შესაძლოა რუსეთის გადამამუშავებელი ამუშავებელი სიმძლავრის დაახლოებით 20% გამოირთოს. ეს დავესტავოდაც ცუდია, მაგრამ სხვა ციფრებიც არსებობს, რომლებიც უკრაინის კამპანიის რეალურ მასშტაბს აჩვენებს. რადიო თავისუფლება, რადიო ლიბერატი ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინამ 1 მაისიდან ივნისის შუა რიცხვებამდე რუსეთის ნავთობის ობიექტებზე, მათ შორის გადამამუშავებელ ქარხნებზე, ტერმინალებსა და საწავებზე, სულ მცირე 40 დარტყმა განახორციელა. ამ დარტყმებიდან ყველაზე შთამბეჭდავი იყო ის, როცა უკრაინამ 1500 კილომეტრზე უფრო შორს მდებარე ობიექტები დააზიანა და პუტინს მკაფიო გზავნილი გაუგზავნა, რომ უკრაინის დრონებს შეუძლიათ რუსეთში თითქმის ნებისმიერ მნიშვნელოვან სამიზნეს დაარტყმა. ევრომაიდან პრესი უფრო ფართო სურათს გთავაზობს და აღნიშნავს, რომ 2022 წლიდან უკრაინამ რუსეთის 33 უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან 24-ზე მიიტანა იერიში. ამ იერიშების უმეტესობა ბოლო 12 თვის განმავლობაში განხორციელდა. და საქმე მხოლოდ დაზიანებული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების რაოდენობაში არ არის, არამედ იმაშია, რომ ეს იერიშები განმეორებით ხდება. მაისის 22-ს კიევის ინდეპენდენტმა დაამატა, რომ უკრაინამ პუტინის შეჭრის შემდეგ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე სულ 158 იერიში მიიტანა. ძალიან უხეში საშუალო მაჩვენებელი ამ რიცხვისავისა და დაზიანებული 24 ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მიხედვით გვაძლევს თითქმის 6.6 იერიშს თითოეულ ქარხანაზე. თუმცა ეს რიცხვები, რა თქმა უნდა, განსხვავდება იმის მიხედვით, რამდენად მნიშვნელოვნად მიიჩნევს უკრაინა კონკრეტულ ქარხანას. და ივნისის 16-ისათვის ოდესის ჟურნალი უწყებოდა, რომ უკრაინის იერიშება რუსეთის ნავთეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრის 30%-ზე მეტი დააზიანა. არა იმ 20% ის, რასაც Wall Street Journal-ი ამტკიცებს.
ყველა ეს რიცხვი გვიჩვენებს, რომ რუსეთს ნავთობის პრობლემა არ აქვს. მას უკრაინული დრონების პრობლემა აქვს. უკრაინის კინეტიკური სანქციებია საწვავის დეფიციტის მიზეზი, რომელიც მთელ რუსეთში გავრცელდა. ეს ასევე ის მიზეზია, რის გამოც რუსეთს უჭირს ნავთობის გაყიდვა. Bloomberg podcast-ს არნიშნავს, რომ 11 ივნისის OPEC-ის ანგარიში ნათქვამია, რომ მაისში რუსეთის ნედლი ნავთობის წარმოება დღეში 690,000 ბარელი. ეს დამთხოვა არ არის. უკრაინა ამ ნავთობს წვავს, რაც ნიშნავს, რომ რუსეთს მისი გაყიდვა არ შეუძლია და რაც რუსეთს დარჩა, ის შიდა ბაზარზე მიემართება. The Moscow Times ამატებს, რომ მაისში რუსეთის შემცირება უკვე მე-6 ზედიზედ თვეა, რაც ქვეყნის ნავთობის წარმოება მცირდება. კიდევ ერთხელ ამის მიზეზი უკრაინამ და მისი მფრინავი სანქციებია. ისინი ამჟამად რუსეთში ქაოსს ქმნიან, არა მხოლოდ შიდა საწვავის პრობლემების მხრივ, რაც თავისთავად სერიოზულია, არამედ ყოველჯერზე, როცა უკრაინა ნავთობის ობიექტს ანგურებს, იქნება ეს გადამამუშავებელი საწვავი თუ ტერმინალი, ეს რუსულ ბიუჯეტს უხტყამს. როდესაც ნავთობის შემოსავლები მცირდება და გადასახადების ამოღება მოსალოდნელზე ნაკლებია, რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტი მხოლოდ იზრდება. უკრაინის ახალი ხმა იუთხებოდა 17 ივნისს, რომ რუსეთის შემოსავლები ახლა პროგნოზირებულზე 28 მილიარდი დოლარით ნაკლებია, რაც პუტინის საომარ მანქანას აზიანებს. რუსეთს მოუწევს ხარჯების გაგრძელება ომის გასაგრძელებლად, მაგრამ ახლა უკვე იწყებს დიდი თანხების დაკარგვას და ეს ყველაფერი უკრაინის გამო ხდება. მაგრამ სწორედ აქ უარესდება რუსეთისთვის ეს ისედაც მძიმე პრობლემა. რუსეთს არ შეუძლია სწრაფად შეაკეთოს ნავთობგადამამუშავებელი ქელი ქარხნები, რომელსაც უკრაინა მუდმივად უტევს. დასავლეთის სანქციებმა რუსეთს გაურთულა იმ კომპონენტების მოპოვება, რომლებიც სჭირდება იმ დანადგარების შესაკეთებლად, რომლებიც უკრაინის დრონებმა დააზიანეს. ეს შეუძლებელი არ არის, მაგრამ რუსეთს სანქციების გვერდის ავლა უწევს და ნაწილებს მესამე ქვეყნებიდან ყიდულობს, რომლებიც თავადაც ელოდებიან მიწოდებას და რა თქმა უნდა მაღალი ფასნამატით ყიდიან, რადგან რუსეთთან ბიზნესის კეთებას რისკი ახლავს. ახლა ნაწილების ნელი მიწოდების გამო ისეთი შეკეთებები, რომლებიც ადრე რამდენიმე დღეს მოითხოვდა, ახლა თვეებს საჭიროებს. როცა ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ისევ ამუშავდება, უკრაინას ჩვევად აქვს, რომ დრონებს ისევ აგზავნის მის გასაჩერებლად. რუსეთისთვის ეს უკვე დაუსრულებელ ციკლად იქცა და ეს რუსეთის მოსახლეობას მოუსვენას გახდის. ბენზინგასამართ სადგურებზე რიგებსა და ყველა შეზღუდვას მიღმა არის მცირე ნიშნები იმისა და იმისა, თუ როგორ აისახება რუსეთის საწვავის დეფიციტი მის მოსახლეობაზე. Reuters-ის ინფორმაციით, ყირიმში ბავშვთა საზაფხულო ბანაკების საწვავის დეფიციტის გამო შეჩერდა. შეიძლება ეს მცირე პრობლემა იყოს, მაგრამ ეს მაგალითია იმისა, თუ როგორ უბრუნდება პუტინის დაწყებული ომი მისივე ხალხის ზიანად. მეტად მტკივნეულია ის ფაქტი, რომ რუსეთში საპროცენტო განაკვეთები სავარაუდოდ მაღალი დარჩება იმ ეკონომიკური პრობლემების გამო, რასაც უკრაინის კამპანია იწვევს. რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა 19 ივნისს საბაზისო საპროცენტო განაკვეთი 14.5%-დან 14.25%-მდე შეამცირა, რაც ზედაპირზე თითქოს კარგი ამბავია. მაგრამ ევრონიუსი აღნიშნავს, რომ ანალიტიკოსები უფრო მკვეთრ შემცირებას ელოდნენ და 14.25% მაინც აბსურდულად მაღალია. ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა ელვირა ნაბიულინამ ასევე გააფრთხილა, რომ მისი თქმით პროინფლაციური რისკები და კრემლის მოლოდინზე მაღალი ხარჯები ნიშნავს, რომ მსგავსი პრობლემები მალე არ გაქრება. ისინი შეიძლება კიდევ უფრო გაუარესდეს, განსაკუთრებით თუ უკრაინა გააძლიერებს თავის კამპანიას რუსეთის ნავთობის წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ პუტინის ომი მისივე ხალხს უბრუნდება და აზიანებს. და თუ ფიქრობთ, რომ კრემლი რაიმეს გააკეთებს იმისთვის, რომ შეამციროს ის უკმაყოფილება, რაც ამ ყველაფრიდან გარდაულად წარმოიშვება, კიდევ ერთხელ დაფიქრდით. რუსეთის გზავნილი თავისი ხალხისთვის, რომელიც პრო-კრემლის ტელეშოუს წამყვანმა ვლადიმირ სოლოვიოვმა გააჟღერა, არის ის, რომ სოციალურ ქსელებში საწვავის დეფიციტზე საუბარი უბრალოდ ისტერიკაა. სოლოვიოვის შოუში ერთ-ერთმა გამომსვლელმა კიდეც სადა დაემტკიცებინა, რომ ყველაფერი რიგზე იყო და ბენზინი ყველგან მოიპოვებოდა. მაგრამ ასე არ არის. დეფიციტი სიბირიდან მოსკოვამდე და მის ფარგლებს გარეთაც გავრცელდა. და სანამ პუტინი განაგრძობს მიმდინარე მოვლენების უმნიშვნელოდ წარმოჩენას, უკრაინა მხოლოდ გააუარესებს სიტუაციას. ფული იწურება, საწვავიც იგივე გზას მიხვება და ადრე თუ გვიან ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები გადაიზრდება. სოციალურ არეულობაში, რაც ყველაზე ნაკლებად სურს პუტინს. ყირიმში ეს ყველაფერი ყველაზე მძიმედ იგრძნობა. ხმელთაშუა ზღვა უძველესი დროიდან ის პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე სტრატეგიულად მნიშვნელოვან წყლის აუზად ითვლება, რომელიც პირდაპირ აკავშირებს აზიას, აფრიკასა და ევროპას. სახელიც ყველაფერს ამბობს. ლათინურიდან თარგმაში ნიშნავს ზღვა დედამიწის შუაგულში. ხმელთაშუა ზღვის საზღვაო კონტროლი ყოველთვის აუცილებელი იყო ამ მნიშვნელოვანი რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ძალაუფლების გამოსავლენად განსაკუთრებით ზღვის სამ მთავარ ვიწრო გასასვლელში. გიბრალტარის სრუტეში დასავლეთით, სუეცის არხსა და თურქეთის სრუტეებში აღმოსავლეთით.
ამ ვიწრო გასასვლელებზე კონტროლი ქვეყნებს საშუალებას აძლევს გამოავლინონ ძალა, უზრუნველყონ საკუთარი გადაზიდვების უსაფრთხოება და საჭიროების შემთხვევაში მოწინააღმდეგის ლოგისტიკა დაარღვიონ. სოფლიოში მზარდი დაძაბულობისა და გლობალური ვაჭრობის ურთიერთდაკავშირებული ქსელისთვის მზარდი საფრთხის ფონზე ხმელთაშუა ზღვაზე კონტროლი არასოდეს ყოფილა ასეთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი. წყალქვეშა ნავები ამ გარემოში უნიკალურ უპირატესობას იძლევა. ისინი ფარულად ახორციელებენ მეთვალყურეობას, აკვირდებიან საზღვაო გადაადგილებებს, აგროვებენ მნიშვნელოვან სადაზვერვო ინფორმაციას სადავო ზონებში და წარმოადგენენ ძლიერ შემაკავებელ ძალას. შედეგად ხმელთაშუა ზღვაში წყალქვეშ ბატონობისთვის ბრძოლა სულ უფრო მწვალდება. მოდით უფრო ახლოდან დავაკვირდეთ. ხმელთაშუა ზღვაში მოქმედ სხვადასხვა წყალქვეშა ძალებს. შევადაროთ ისინი ერთმანეთს და გავიგოთ, როგორ მოქმედებენ ისინი ძალთა ბალანსზე რეგიონში დღეს და მომავალში. ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე 21 სუვერენული ქვეყანაა. ასევე ერთი ბრიტანეთის საზღვარგარეთის ტერიტორია, გიბრალტარი და პალესტინის სანაპირო ტერიტორია. ასევე ზღვის ტერიტორიაზე მდებარეობს 2000-დან 2200-მდე კუნძული, რომლებიც ამ ქვეყნების იურისდიქციაშია. თუ კვიპროს ევროპულ ქვეყნად მივიჩნევთ და არა აზიურ ქვეყნად, მაშინ ამ ქვეყნებიდან 12 ევროპულია. საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, საბერძნეთი, ხორვატია, სლოვენია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, მონტენეგრო, ალბანეთი, მალტა, მონაკო და კვიპროსი. მათთან ერთად ამ ზღვას 5 აფრიკული ქვეყანაც ესაზღვრება. ესენია: მაროკო, ალჟირი, ტუნისი, ეგვიპტე და ლიბია. ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების სიას ასრულებს 5 აზიური სახელმწიფო: თურქეთი, ისრაელი, სირია, ლიბანი და ნაწილობრივ აღიარებული პალესტინის სახელმწიფო. გასაგებია, რომ ყველა ამ ქვეყანას აქვს მოქმედი საზღვაო ძალები, გარდა პალესტინისა და ბოსნია და ჰერცეგოვინასი, რომელთა საზღვაო ძალები ფაქტობრივად გაუქმდა 10 წლეულების განმავლობაში ისრაელის მიერ განხორციელებებული გამოფიტვისა და ბლოკადის შედეგად. მათ შორისაა ისეთი დიდი ფლოტები, როგორიცაა საფრანგეთის, იტალიის და თურქეთის, რომლებიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერად ითვლება. ასევე შედარებით მცირე, მაგრამ ეფექტური საზღვაო ძალები, როგორიცაა მონტენეგროსა და ალბანეთის. მაშინაც კი მონაკოს მიკროსახელმწიფო მართავს მცირე საზღვაო დანაყოფს სანაპირო პატრულისა და უსაფრთხოებისათვის. 2026 წელს ამ ქვეყნებიდან მხოლოდ 8 ჰყავს წყალქვეშა ნავები საკუთარ ფლოტში. ნიშნულოვანია, როგორც მალე გავიგებთ, ამ ქვეყნებიდან მინიმუმ 2 წყვილს ხანგრძლივი მეტოქეობა აქვს. თუ ოდესმე მათ შორის მტრული მოქმედებები შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზრდება, მათი წყალქვეშა ნავების ფლოტები ბრძოლის შედეგზე დიდ გავლენას მოახდენს. ყველაზე ძლიერი წყალქვეშა ნავების ძალა ამ ქვეყნებს შორის საფრანგეთს ეკუთვნის, რადგან ის ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ბირთვული ენერგიით მომუშავე შეტევით წყალქვეშა ნავებს იყენებს. ყველა დანარჩენი ქვეყანა მხოლოდ დიზელ, ელექტრონულ ან ჰაერზე დამოუკიდებელი მამოძრავებელი სისტემით მომუშავე წყალქვეშა ნავებს იყენებს და მხოლოდ ერთს, თურქეთს, აქვს გეგმაში მომავალში ბირთვული ენერგიით მომუშავე წყალქვეშა ნავის შეძენა. საფრანგეთის 9 ბირთვული ენერგიით მომუშავე წყალქვეშა ნავი მას წყალქვეშა ძალების ელიტაში აყენებს. საფრანგეთის გარდა მხოლოდ კიდევ 5 ქვეყანა იყენებს ბირთვული ენერგიით მომუშავე წყალქვეშა ნავებს: აშეტეში, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი და ინდოეთი. ბირთვული ენერგიით მომუშავე წყალქვეშა ნავებს 4 ძირითადი უპირატესობა აქვთ: ტრადიციულ დიზელ, ელექტრონულ და AIP სისტემაზე მომუშავე წყალქვეშა ნავებთან შედარებით. პირველ რიგში მათ აქვთ შეუზღუდავი სავალი მანძილი და გამძლეობა. ტრადიციული ძრავებისგან განსხვავებით, ბირთვულ რეაქტორებს ჰაერი არ ჭირდებათ. ამიტომ ისინი წყალქვეშ შეიძლება დარჩნენ თვეების განმავლობაში და 10 წლეულების განმავლობაში იმუშაონ საწვავის შევსების გარეშე. ეს ბირთვულ წყალქვეშა ნავებს პრაქტიკულად შეუზღუდავს სავალ მანძილს აძლევს, რომელსაც მხოლოდ ეკიპაჟისთვის საკვები და მარაგები ზღუდავს. მეორეც, ბირთვული ენერგია უზარმაზარ სიმძლავრეს იძლევა, რაც ამ წყალქვეშა ნავებს საშუალებას აძლევს დიდხანს შეინარჩუნონ მაღალი სიჩქარე, ხშირად 30 კვანტზე მეტიც კი. ეს ბირთვულდრავიან წყალქვეშა ნავებს სწრაფი გლობალური განლაგებისა და სტრატეგიული გადაადგილების უნარს აძლევს, რაც უბრალოდ შეუძლებელია ტრადიციული ძრავების მქონე გემებისთვის. მესამე, განსხვავებით დიზელ, ელექტრონული წყალქვეშა ნავებისგან, რომლებიც უნდა ამოვიდნენ ზედაპირზე ძრავების გასაშვებად და ბატარეების დასატენად, ბირთვულდრავიან წყალქვეშა ნავებს საერთოდ არ ჭირდებათ სნორკელირება. ისინი მთელი მისიის განმავლობაში სრულად წყალქვეშ დარჩენას შეძლებენ, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მათ ფარულობასა და გადარჩენის უნარს. მეოთხე, მათ ბირთვული იარაღის ტარება შეუძლიათ. თუმცა გასაგებად რო ვთქვათ, ყველა ბირთვულძრავიანი წყალქვეშა ნავი არ არის ბირთვული იარაღის ტარების უნარის მქონე. არსებითად ბირთვულძრავიან წყალქვეშა ნავებს 3 კლასი აქვთ: SSBN-ები, SSN-ები და SSGN-ები. SSBN-ები, რომლებსაც 6-ვე ქვეყანა იყენებს ბირთვულძრავიანი წყალქვეშა ნავებით, სპეციალურად შექმნილია წყალქვეშა ნავიდან გასაშვები ბალისტიკური რაკეტების, ანუ SLBM-ების ბირთვული ქობინებით გადასატანად და გასაშვებად.
ეს წყალქვეშა ნავები ამ ქვეყნების ბირთვული ტრაიადის საზღვაო კომპონენტს წარმოადგენენ, რომელიც ასევე ყველაზე რთულად გასანადგურებელ კომპონენტად ითვლება. იმის გამო, რომ SSBN-ს შეუძლია თვეების განმავლობაში დამალვა მსოფლიოს ოკეანეებში, მისი აღმოჩენა უკიდურესად რთულია, თუნდაც ყველაზე განვითარებული საზღვაო ძალებისთვის. ეს უზრუნველყოფს გარანტირებულ მეორე ბირთვულ დარტყმას, რაც აფერხებს მოწინააღმდეგეებს პირველი ბირთვული შეტევის მცდელობისგან და SSBN-ებს ამ ქვეყნების ეროვნული უსაფრთხოების დოქტრინების მთავარ ნაწილად აქცევს. საპირისპიროდ, SSN-ები ძირითადად შექმნილია სხვა გემებისა და წყალქვეშა ნავების მოსაძებნად, ტრადიციული ტორპედოებითა და ფრთოსანი რაკეტებით. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი რუსული SSN შეიძლება აღჭურვილი იყოს ბირთვული ქობინიანი ფრთოსანი რაკეტებით, ისინი არ არის შექმნილი ბალისტიკური ბირთვული რაკეტების გადასატანად. არსებობს ერთი შესაძლო გამონაკლისი, როგორც ამას ცოტა მოგვიანებით განვიხილავთ. ეხლა საფრანგეთს ყავს სულ 9 წყალქვეშა ნავი, ყველა ბირთვული ძრავით, მათ შორის 4 ბირთვული ქობინიანი SSBN და 5 ჩვეულებრივი შეიარაღების SSN. მისი Le Triumph-ის კლასის SSBN-ები, Le Triumph, Le Téméraire, Le Vigilante და Le Terrible ყველა ექსპლუატაციაში შევიდა 1997-დან 2010 წლამდე. ისინი განთავსებულია ილანგუეთზე, ბრესტის ქალაქში, დასავლეთ ბრეტანში. ეს დიდი თანამედროვე და უკიდურესად ჩუმი ხომალდები თითქმის 450 ფუტის სიგრძისაა და წყლის ზედაპირზე 12640 ტონას იწონის, ხოლო წყალქვეშ 14335 ტონას. ისინი აღჭურვილია 150 მეგავატიანი, 200.000 ცხენის ძალიანი, K15 წნევიანი წყლის ბირთვული რეაქტორით, რომელიც წყალქვეშ 25 კვანტზე მეტ სიჩქარეს და შეუზღუდავ მანძილს უზრუნველყოფს. ისინი აღჭურვილია 421 დიუმიანი ტორპედოს მილისით, რომლებიც შეუძლია როგორც FF-17 მოდელის. 2 F-20 ერთი მძიმე ტორპედოებით, ასევე MBDA Exocet SM-39 ანტისაზღვაო რაკეტებით, ან SSM-ებით. რაც უფრო მნიშვნელოვანია ბირთვული შეკავების თვალსაზრისით, 4-ვე Le Triumph კლასის წყალქვეშა ნავი ატარებს 16 ვერტიკალურად გაშვებულ M51 ბალისტიკურ რაკეტას. თითოეული მათგანი აღჭურვილია მრავალჯერადი TN-65 თერმობირთვული ქობინით, რომელიც იყენებს MIRV-ს, ანუ მრავალჯერადად დამოუკიდებლად დამიზნების მქონე ხელახლა შესვლის აპარატების ტექნოლოგიას. ასევე 115 კილოტონიანი TN-65 თერმობირთვული ქობინით, რომელშიც არის 6 დამოუკიდებლად დამიზნების მქონე ხელახლა შესვლის აპარატი, ანუ MIRVs. საფრანგეთის 4-დან 3-მა სტრატეგიულმა წყალქვეშა ნავმა განახლდა უფრო თანამედროვე ვერსიით, M51.2-ით, რომელიც საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს მიხედვით მნიშვნელოვნად ზრდის რაკეტის მოქმედების რადიუსს, დაახლოებით 5600 მილამდე. ახალი რაკეტა ასევე განკუთვნილია ახალი TNO ბირთვული ქობინის გადასატანად, რომელიც უფრო თანამედროვეა და შექმნილია იმისთვის, რომ უფრო გამძლე იყოს ვიდრე ძველი TN-65. თავისი სტრატეგიული წყალქვეშა ნავების გარდა საფრანგეთს ამჟამად ასევე ყავს 5 ბირთვული შემტევი წყალქვეშა ნავი. 3 მათგანი თანამედროვე ბარაკუდას ან საფრენის კლასისაა. საფრენი, Dieuge Troeni და Torwili, ხოლო მეოთხე De Grasse ამჟამად ზღვის გამოცდებს გადის. კიდევ 2 De Grasse და Dieuge de Bouillon, ან გამოცდებზეა, ან მშენებლობის პროცესშია. ეს წყალქვეშა ნავები განკუთვნილია საფრანგეთის კიდევ 2 მოქმედი ბირთვული შემტევი წყალქვეშა ნავის, მოძველებული რუბის კლასის ამეთვისტოსა და პერლის შესაცვლელად. პერლი რეალურად 2028 წლის შუა პერიოდში უნდა ჩამოიწეროს. 2020 წელს ხანძრის შედეგად სერიოზულად დულად დაზიანების შემდეგ გემი შეკეთდა და 2023 წლის ივლისში კვლავ დაბრუნდა მოქმედ სამსახურში. თუმცა ის მალე ჩამოიწერება, რათა გზა დაუთმოს ახალ ბარაკუდას კლასის გემს. რუბის კლასის გემებს აქვთ დაახლოებით 251.5 ფუტი სიგრძე და წყალქვეშ ყოფნისას 2600 ტონა გადაადგილება. ისინი აღჭურვილია 4 ტორპედოს მილის საშუალებით F-17 ტორპედოებისთვის და Exocet SM-29 SSM-ებისთვის. შედარებით ახალი ბარაკუდას კლასის გემები მნიშვნელოვნად უფრო მაღალ წარმადობასა და ცეცხლის ძალას სთავაზობენ. ისინი უფრო გრძელია, თითქმის 325 ფუტის სიგრძით და წყალქვეშა გადაადგილება 5300 ტონას შეადგენს, რაც ორჯერ აღემატება წინა მოდელებს. მათ შეუძლიათ 4 ტორპედოს მილის მეშვეობით 24 ერთეული იარაღის გაშვება. მათ შორისაა MDCN-ის სახმელეთო შეტევის ფრთოსანი რაკეტები, F-21 ტორპედოები, Exocet SM-39 SSM-ები და საზღვაო ნაღმები. ისინი ასევე აღჭურვილია სპეციალური დანიშნულების ძალების გადასხმის სისტემით, რაც ან წყალქვეშა ნავებს მრავალმხრივ ხდის და საშუალებას აძლევს გაუმკლავდნენ გემების წინააღმდეგ ბრძოლას, წყალქვეშა ნავების წინააღმდეგ ბრძოლას, სახმელეთო შეტევებს, დაზვერვას და სპეციალური დანიშნულების ოპერაციებს. ეხლა თეორიულად ის ფაქტი, რომ საფრანგეთი ერთადერთი ხმელთაშუაზღვისპირეთის ძალაა, რომელსაც ბირთვული ძრავით და ბირთვული იარაღით აღჭურვილი წყალქვეშა ნავები ჰყავს, ნიშნავს, რომ მას უნდა კონდეს უპირატესობა რეგიონის წყალქვეშა სივრცეში კონკურენციის გარეშე. მაგრამ ეს აუცილებლად ასე არ არის, 2 მიზეზის გამო.
პირველ რიგში ერთი გამონაკლისის გარდა ხმელთაშუაზღვისპირეთის ყველა სხვა წყალქვეშა-ნავების მქონე ქვეყანას ძირითადად ადგილობრივი და რეგიონული ორიენტაცია აქვს. თურქეთს უფრო ფართო გეოპოლიტიკური გავლენა აქვს, ბაზებით ჩრდილოეთ კვიპროსში, ყატარსა და სომალიში. მან ასევე მიიღო 99 წლიანი იჯარა სუაკინის კუნძულზე სუდანში 2018 წელს, სადაც სურდა მნიშვნელოვანი საზღვაო ბაზის შექმნა. თუმცა ამ ქვეყნის მრავალწლიანი სამოქალაქო ომი ხელს უშლის განვითარებას. მას ასევე აქვს სამხედრო თანამშრომლობის შეთანხმებები ალბანეთთან და აზერბაიჯანთან. ასევე მოწინავე ოპერაციული ბაზები ერაყში, სირიაში და ლიბიაში. ასე რომ თურქეთის სამხედრო სტრატეგია მნიშვნელოვნად ცდება მხოლოდ საკუთარი საზღვრების დაცვას. მაგრამ საფრანგეთის ყოფილი კოლონიური ძალის სტატუსის წყალობით მისი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები მთელ მსოფლიოში ვრცელდება. ფაქტობრივად ეს ნიშნავს, რომ მისი ბირთვული ენერგიით მომუშავე წყალქვეშა-ნავები ვერ იქნებიან მთლიანად კონცენტრირებულნი ხმელთაშუა ზღვის რეგიონზე. მათ ოპერაციები უნდა ჩაატარონ ატლანტის, ინდოეთის და თუნდაც წყნარ ოკეანეებში. ასევე დაიცვან საფრანგეთის გლობალური ინტერესები. ამიტომ საფრანგეთის წყალქვეშა-ნავებიდან მხოლოდ რამდენიმე შეიძლება იყოს ხელმისაწვდომი ნებისმიერ მომენტში ხმელთაშუა ზღვის ოპერაციებისთვის. მეორეც, ზოგიერთ სიტუაციაში დიზელ-ელექტრულ და განსაკუთრებით AIP სისტემაზე მომუშავე წყალქვეშა-ნავებს მნიშვნელოვანი უპირატესობები აქვთ, მათი უფრო დიდი და ძლიერი ანალოგების მიმართ. და ხმელთაშუა ზღვა სავსეა ასეთ სიტუაციებით. პირველ რიგში არსებობს ხარჯების ფაქტორი. ბირთვულძრავიანი წყალქვეშა-ნავების მშენებლობა და ექსპლუატაცია მნიშვნელოვნად უფრო ძვირია ვიდრე ტრადიციული ძრავით მომუშავე წყალქვეშა-ნავების. მაგალითად, აშშ-ს ვირჯინიის კლასის ბირთვული შეტევითი წყალქვეშა-ნავი ღირს 1,8 მილიარდიდან 3,6 მილიარდ დოლარამდე. შედარებისთვის თანამედროვე შვედური გოტლანდის კლასის დიზელ-ელექტროწყალქვეშა-ნავი AIP სისტემით დაახლოებით 200 მილიონი დოლარი ღირს, ხოლო გერმანიის მაღალი კლასის Type 212-იც კი ვირჯინიის კლასის წყალქვეშა-ნავის ნახევარზე ნაკლები, დაახლოებით 1,3 მილიარდი დოლარი ღირს. ბირთვული ენერგიით მომუშავე წყალქვეშა-ნავის ექსპლუატაციაც ბევრად უფრო ძვირია. ერთი ვირჯინიის კლასის წყალქვეშა-ნავის წლიური ექსპლუატაციის ხარჯი დაახლოებით 140 მილიონ დოლარად არის შეფასებული, რაც ეკიპაჟის ტექნიკური მომსახურებისა და მხარდაჭერის ხარჯებს მოიცავს. დიზელ-ელექტროწყალქვეშა-ნავებს უფრო ხშირად სჭირდებათ საწვავის შევსება. თუმცა მათი საერთო სიცოცხლის ციკლის ხარჯები ბირთვულ წყალქვეშა-ნავებთან შედარებით ბევრად ნაკლებია, რადგან ბირთვული ფლოტის სრული სასიცოცხლო ციკლის ხარჯები დიზელის ფლოტის ხარჯებზე 50-დან 70%-მდე მეტია. ბირთვული წყალქვეშა-ნავების ფლოტის დამატებითი ხარჯი შეიძლება სრულად გამართლებული იყოს ისეთ ქვეყანასთვის, როგორიცაა საფრანგეთი, სადაც ბირთვული წყალქვეშა-ნავების ღია ზრვის უპირატესობებს ვერ შეედრება უფრო იაფი დიზელ, ელექტრო ან AIP სისტემაზე მომუშავე ხომალდები. მაგრამ ისეთი ქვეყნებისათვის, როგორიცაა იტალია, ესპანეთი, ალჟირი და ეგვიპტე, რომელთა საზღვაო ძალების მთავარი მიზანი რეგიონული დაცვა და სანაპირო ოპერაციებია და არა ძალის პროეცირება, ბირთვულ ფლოტზე გადასასვლელად საჭირო უზარმაზარი დამატებითი თანხების სტრატეგიულად გამართლება ნამდვილად შეუძლებელია. ბირთვული წყალქვეშა-ნავების აშენებისა და შენარჩუნების უზარმაზარი ხარჯები უბრალოდ ბევრ ქვეყანას თავდაცვის ბიუჯეტს აღემატება. ასევე უმეტეს ქვეყნებს უბრალოდ არ აქვთ ისეთი მაღალგანვითარებული სამრეწველო ბაზა, სპეციალიზებული გემსაშენები და ბირთვული ინჟინერიისა და უსაფრთხოების კუთხით მომზადებული სამუშაო ძალა, რაც აუცილებელია ბირთვული ძრავის განვითარებისა და შენარჩუნებისთვის. დიზელ-ელექტრო AIP წყალქვეშა-ნავები კი მნიშვნელოვნად იაფია, რაც საშუალებას აძლევს მცირე საზღვაო ძალებს შეიძინონ და შეინარჩუნონ ფლოტი. ეს არ ნიშნავს, რომ თურქეთის საზღვაო ძალები ან თავდაცვის ბიუჯეტი გლობალური სტანდარტებით მცირე იყოს. რიცხვების მიხედვით, თურქეთს უკვე უფრო მეტი წყალქვეშა-ნავი ყავს ვიდრე საფრანგეთს, 12 ერთეული ცხლის წინააღმდეგ. 2026 წლისთვის თურქეთის საზღვაო ძალები იყენებს 12 დიზელ-ელექტრო შეტევით წყალქვეშა-ნავს და გეგმავს ფლოტის 18-მდე გაზრდას. ყველა მათგანი ტრადიციული ენერგიით მუშაობს. ახალი რეისის კლასის წყალქვეშა-ნავები აღჭურვილია AIP ან ძრავის სისტემით, ხოლო დანარჩენები დიზელ-ელექტროდრავებით. ყველაზე ძველებია 3 ატალაის კლასის წყალქვეშა-ნავი. TGG ილდირიმი, TGG დოღანაი და TGG დულუნაი. მეოთხე ხომალდი, TGG ბურტაკი, ახლახან 2025 წლის ივნისში ჩამოწერეს, ხოლო ილდირიმი ამჟამად გამოიყენება ტესტირებისა და წვრთნებისათვის. დანარჩენი ორი ხომალდი კი კვლავ აქტიურ სამსახურშია. 193.5 ფუტი სიგრძით და 1200 ტონიანი წყალქვეშა წყალთხოვით. მათ აქვთ 8 ტორპედოს, მილი 14 ტორპედოსთვის. მათ შორის ადგილობრივი აკილის მძიმე ტორპედოები. თურქეთის 4 პრევეზეს კლასის წყალქვეშა-ნავი უფრო ახალია. ისინი ექსპლუატაციაში შევიდა 1994-დან 1999 წლამდე.
TCG Pleveze, TCG Sakarya, TCG 18 მარტი და TCG Anapathalari ოდნავ გრძელია ატალაის კლასზე. 200.1 ფუტი წყალქვეშა წყალთხოვა 1586 ტონაა და ასევე აქვთ 8 ტორპედოს, მილი 14 ტორპედოსთვის. განსხვავებით ძველი ატალაის კლასის ტიპი 209-1200 ნავებისგან ისინი დაფუძნებულია უფრო დიდ გერმანულ ტიპი 209-1400 დიზაინზე და აშენებულია თურქეთში. კიდევ უფრო ახალია 4 გურ კლასის გემი. TCG გური, TCG ჩანაქალე, TCG ბურაკ რეისი და TCG B ინანჩი. 2003-დან 2007 წლამდე ექსპლუატაციაში მიღებული ეს გემები გერმანული ტიპი 209 T2400 დიზაინის გაუმჯობესებული ვერსიებია, რომლებიც თურქეთშია აშენებული. მათ აქვთ 200.1 ფუტიანი სიგრძე და 8 ტორპედოს მილი, როგორც პრევეზეს კლასს, მაგრამ წყალქვეშა გადაადგილება ოდნავ მეტი აქვთ, 1586 ტონა. თურქეთის წყალქვეშა ნავების ფლოტის ამჟამინდელი ფლაგმანი არის ახალი რეისის კლასის პირველი გემი, TCG პირი რეისი, რომელიც 2024 წელს შევიდა ექსპლუატაციაში. რეისის კლასის კიდევ 5 წყალქვეშა ნავი ამჟამად შენდება ან შეკვეთილია, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ფლოტის ზომასა და ძალას. გერმანული Type 214 TN-ის ეს მოდიფიკაციები, რომლებიც თურქეთში თანაწარმოებულია, 218.8 ფუტის სიგრძისაა, წყალქვეშა გადაადგილებისას 1800 ტონას იტონის და აღჭურვილია AIP ანდრავის სისტემით, რაც საშუალებას აძლევს კვირეობით უხმაუროდ იმუშაოს წყალქვეშ. გემის 8 ტორპედოს მილი შეუძლია გაუშვას აკინლის ტორპედოები და იდასის საჰაერო თავდაცვის რაკეტები, რაც მათ ფართო ოპერაციულ შესაძლებლობებს აძლევს. როგორც ადრე აღინიშნა, თურქეთმა გამოაცხადა თავისი გრძელვადიანი მიზანი, შეიმუშაოს ბირთვული ძრავით აღჭურვილი წყალქვეშა ნავი, სახელად ნიჰუკდენი. თუმცა მიზანი არის ბირთვული ძრავით აღჭურვილი წყალქვეშა ნავის შექმნა და არა ბირთვული იარაღით აღჭურვილი გემის. თურქეთი სულ მცირე ოფიციალურად არ არის ბირთვული სახელმწიფო და არ აქვს ამის სურვილი. გაძლიერებული ღია ზღვის ოპერაციები, რასაც ეს გემი უზრუნველყოფს, მიუთითებს თურქეთის მზარდ გეოპოლიტიკურ ამბიციებზე. თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ თურქეთის მთავარი მიზანი იყოს ნიუკდენის ხმელთაშუა ზღვაში განთავსება. ეხლა, თუ თქვენ მოგწონთ ყოველდღიური განახლებები მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან სამხედრო ამბებზე და დეტალური ანალიზები უახლეს სამხედრო მოვლენებზე, აუცილებლად გამოიწერეთ არხი. სამხედრო შოუზე ჩვენ სათაურების მიღმა ბევრად უფრო ღრმად მივდივართ, რათა მოგაწოდოთ სრული ისტორია და აგიხსნათ, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი. ეხლა როგორც ადრე აღვნიშნეთ, ბირთვული ენერგიით მომუშავე წყალქვეშა ნავები ყოველთვის არ არის უფრო ეფექტური არჩევანი, ვიდრე ტრადიციული ენერგიით მომუშავე წყალქვეშა ნავები და ხმელთაშუა ზღვა ამის იდეალური მაგალითია. ზღვა ხასიათდება მრავალი კუნძულით, მეჩხერი სანადირო ზოლებით, შეზღუდული სანაპირო ტერიტორიებით, არქიპელაგებით და რამდენიმე ვიწრო სტრატეგიული გასასვლელით. ტრადიციული ენერგიით მომუშავე წყალქვეშა ნავების მცავების მცირე ზომა და უკეთესი მანევრულობა უფრო მეტად შეესაბამება ასეთ პირობებს, სადაც უფრო დიდი და ძვირადღირებული ბირთვული წყალქვეშა ნავები ნაკლებად ეფექტურები და უფრო დაუცველები არიან. როდესაც ისინი მუშაობენ ბატარეაზე ან AIP სისტემაზე, მნიშვნელოვნად უფრო ჩუმები არიან, ვიდრე ბირთვული წყალქვეშა ნავები, რომელთა რეაქტორის გაგრილების ტუმბოები მუდმივ მექანიკურ ხმაურს წარმოქმნიან. ეს საშუალებას აძლევს მცირე წყალქვეშა ნავებს ჩუმად დაიმალონ ზღვის ფსკერზე, რაც მათ საშიშ მტაცებლებად აქცევს, როგორც ზედაპირული გემებისთვის, ასევე სხვა წყალქვეშა ნავებისთვის. რადგან დიზელზე, ელექტროენერგიასა და AIP-ზე მომუშავე წყალქვეშა ნავების აშენება და ექსპლუატაცია ბევრად იაფია, ფლოტს შეუძლია უფრო მეტი ხომალდი გამოიყენოს. სანაპირო დაცვის, მეთვალყურეობისა და ზღვის გამოყენების აღკვეთის მისიებისთვის საკუთარ წყლებთან ახლოს, რაც რეგიონული კონფლიქტებისთვის ტაქტვის ტაქტიკურ ეფექტურობას ზრდის. ბირთვულ ძრავზე მომუშავე წყალქვეშა ნავების გახანგრძლივებული ოპერირების დრო და ბირთვული იარაღის შესაძლებლობები ასეთ წყლებში ბევრად ნაკლებ უპირატესობას იძლევა, ვიდრე ღია ზღვაში. ბიძილად ხმელთაშუა ზღვაში ბირთვულ ძრავზე მომუშავე წყალქვეშა ნავების საჭიროება ასევე მცირდება იმ ფაქტორის გამო, რომ ევროპის მრავალი ქვეყანა და თურქეთი ნატოს წევრები არიან. თუ რეგიონში დაძაბულობა ოდესმე იმ დონემდე გაიზრდება, რომ ბირთვული წყალქვეშა ნავების დამატებითი ცეცხლის ძალა და გახანგრძლივებული მისიის შესაძლებლობები კრიტიკული გახდება, ხმელთაშუა ზღვის ნატოს წევრები ელოდებიან, რომ საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს ბირთვული წყალქვეშა ნავები ამ სიცარიელეს შეავსებენ. ამის მიუხედავად, თურქეთის მთავარი მეტოქე რეგიონში ნატოს წევრი ქვეყანაა, საბერძნეთი. ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივი დაპირისპირებები, განსაკუთრებით კვიპროსის კუნძულთან დაკავშირებით, ნამდვილად შეზღუდულია მათი საერთო ნატოს წევრობით. მაგრამ ეს არ შეუშლია ხელს საბერძნეთს, რომ საკუთარი ძლიერი წყალქვეშა ნავების ფლოტი შეექმნა. ის თურქეთის ფლოტზე მცირე და უფრო ძველია, მაგრამ მაინც ეფექტურ შემაკავებელ ძალას წარმოადგენს. ეგეოსის ზღვისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის მეჩხერ, კუნძულებით სავსე წყლებში.
2026 წლისთვის ელენიკურმა საზღვაო ძალებმა ექსპლუატაციაში ჰყავს 5 დიზელ ელექტროშეტევითი წყალქვეშა ნავი, 4 თანამედროვე პაპა-ნიკოლისის კლასის და 5 უფრო ძველი ხომალდი, 1 ოკეანოსის კლასი, 3 პოსეიდონის კლასი და 1 გლაპკოსის კლასის წყალქვეშა ნავი. თურქული წყალქვეშა ნავების მსგავსად 4 თანამედროვე წყალქვეშა ნავი, პაპა-ნიკოლისი, პიპინოსი, მატროსოსი და კაცონისი S-123 აგებულია საბერძნეთში გერმანული დიზაინის მიხედვით, ამჯერად Type 214HN-ის მოდელზე. ისინი დიზელ ელექტროძრავებით და AIP სისტემით არიან აღჭურვილი, რაც საშუალებას აძლევს ხანგრძლივად დართნენ წყალქვეშ. მათი სიგრძე 213.25 ფუტია, ხოლო წყალქვეშა გადაადგილებისას მათი წყალტყვიდვა 1600 ტონას შეადგენს. ასევე აქვთ 8 ტორპედოს მილი, რომლებიც იტევს 14 Black Shark-ის მძიმე ტორპედოს და Sub-Harpoon SSM-ს. ისინი პრაქტიკულად ტოლფასია თურქეთის ფლოტის ყველაზე ძლიერი წყალქვეშა ნავების. მიუხედავად იმისა, რომ ერთადერთი ოკეანოსის კლასის წყალქვეშა ნავი სახელად ოკეანოსი განახლდა და მას ახალი ძრავი დაუყენეს, ის და სხვა ძველი ბერძნული წყალქვეშა ნავები უკვე აშკარად მოძველებულად ითვლება. ამიტომ ელენიკის ფლოტი აქტიურად გეგმავს მათი თანამედროვე წყალქვეშა ნავებით ჩანაცვლებას და განიხილავს ფრანგულ, გერმანულ და შვედურ მოდელებს. იტალიის წყალქვეშა ნავებთანაც მსგავსი სიტუაცია, თუმცა რადგან იტალიას პირდაპირი მოწინააღმდეგე არ ყავს, როგორც საბერძნეთს, მოდერნიზაციის საჭიროება შედარებით ნაკლებად გადაუდებელია. იტალიის ფლოტი ამჟამად ოპერირებს 8 დიზელ ელექტროშეტევით წყალქვეშა ნავით, 4 თანამედროვე, მაგრამ მოძველებული სარო კლასის და 4 მოწინავე ტოდარო კლასის წყალქვეშა ნავით. თუმცა, როგორც სხვა ქვეყნებიც, რომლებიც აქამდე ვახსენეთ, იტალიაც სერიოზულ წყალქვეშა ნავების მოდერნიზაციის პროგრამაშია ჩართული. კერძოდ 4 მომავალი თაობის U-212 NFS წყალქვეშა ნავიდან პირველი სკილის დადების ცერემონია 2026 წლის თებერვალში გაიმართა. ისინი განკუთვნილია მოძველებული სარო კლასის წყალქვეშა ნავების შესაცვლელად. ეს არ ნიშნავს, რომ სარო კლასი არაეფექტურია. უბრალოდ ისინი თავიანთი ექსპლუატაციის ვადის დასასრულს უახლოვდებიან. 4 ხომალდი: Salvatore Pelosi, Primo Longo Pardo, Gianfranco Gassana-Piero, S-525 და Giuliano Brini. ექსპლუატაციაში 1988-დან 1995 წლამდე შევიდა. ამ დიზელ ელექტროწყალქვეშა ნავებს აქვთ 218.8 ფუტი სიგრძე. წყალქვეშ ყოფნისას მათი წყალტყვიდვა 1450 ტონაა და აღჭურვილია 6 ტორპედოს მილის საშუალებით, რომლებიც განკუთვნილია შავი ზვიგენის მძიმე ტორპედოებისა და Sub-Harpoon-ის ანტიგემის რაკეტებისთვის. იტალიის წყალქვეშა ნავების ფლოტის ამჟამინდელი ფლაგმანები, ტოდარო კლასის ხომალდები, ბევრად უფრო თანამედროვეა. 4 ხომალდი: Salvatore Todaro, Chire, ტოდარო კლასის ტიპი 212A და Pietro Venuti. ექსპლუატაციაში შევიდა 2006-დან 2017 წლამდე პერიოდში. დიზელ ელექტრული AIP სისტემით აღჭურვილი ეს იტალიური ტიპი 212A, რომელიც გერმანული ორიგინალი დიზაინის მოდიფიკაციაა, 183.7 ფუტი სიგრძისაა. წყალქვეშა გადაადგილებისას მისი წონა 1650 ტონაა და იარაღის კონფიგურაცია იგივე აქვს, რაც სარო კლასს. ახალი U-212 უახლოესი მომავლის წყალქვეშა ნავი, ანუ NFS, მნიშვნელოვნად აძლიერებს იტალიის წყალქვეშა შესაძლებლობებს. წარმოებლის იტალიური თავდაცვის გიგანტი Fincantieri's მიხედვით, U-212 NFS წყალქვეშა ნავების კლასი წარმოადგენს მნიშვნელოვან ევოლუციას მისი წინამორბედი U-212A-სთან შედარებით. ეს მიღწეულია დიზაინის უფრო მაღალი სიმწიფით, ეროვნული ტექნოლოგიური შინაარსის გაზრდილი დონით და ბორტზე არსებული სისტემების გაუმჯობესებული ინტეგრაციით. იტალიური ინდუსტრიის მიერ შემუშავებული ინოვაციები, მათ შორის ლითიუმ-იონური ძრავის ბატარეა და ახალი საბრძოლო სისტემა, უზრუნველყოფს მეტ შეუმჩნევლობას, განძლეობას, ეფექტიანობას და კიბერმდგრადობას. U-212 NFS აღიჭურვება ხმელეთზე თავდასხმის საკრუიზო რაკეტებით, ტორპედოებით და უპილოტო წყალქვეშა აპარატებით. ამასთან ერთად გემი აღიჭურვება მრავალრიცხოვანი სენსორებით, განახლებული საკომუნიკაციო და ელექტრონული ომის სისტემით, ასევე გაუმჯობესებული ავტოპილოტის ტექნოლოგიით, რათა შეინარჩუნოს ინფორმირებულობა და ოპერაციულობა. წყალქვეშა ნავი 194 ფუტის სიგრძისაა, 23 ფუტის სიგანის და აქვს ორსართულიანი გემბანი, რათა 30-ზე მეტ ეკიპაჟის წევრს უმასპინძლოს. როდესაც ისინი მიეწოდება, რაც დაგეგმილია, 2039-დან 2022 წლამდე პერიოდში, იტალიაც შეიძლება ითქვას ექნება ყველაზე თანამედროვე არაბირთული წყალქვეშა ნავები ხმელთაშუა ზღვისწყლებში. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ნატოს ის წევრი, რომელიც ყველაზე მეტად შეიძლება საჭიროების შემთხვევაში ამ ახალი თანამედროვე წყალქვეშა ნავების დახმარებას მიმართოს, ესპანეთია. თუ გავითვალისწინებთ, რომ ესპანეთი გიბრალტარში ბრიტანელებთან ერთად დიდწილად პასუხისმგებელია გიბრალტარის სრუტის სტრატეგიულ წერტილზე უსაფრთხოებაზე, შეიძლება ვიფიქროთ, რომ მას უნდა ჰყავდეს მნიშვნელოვანი წყალქვეშა ნავების ფლოტი. სინამდვილეში ამჟამად ესპანეთის ფლოტში მხოლოდ 3 წყალქვეშა ნავია და მათგან 2980-იანი წლებიდანაა.
ესპანეთის გალერნას კლასის წყალქვეშა ნავები, რომლებიც ასევე ცნობილია როგორც S-70 აგვისტოს კლასი. ახლა უკვე მათი ექსპლუატაციის ვადის დასასრულს უახლოვდება. ხოლო დარჩენილი S-71 გალერნა ახლად შექმნილი S-80+ კლასის, ანუ ისაკ პერელის კლასის წყალქვეშა ნავებით ჩანაცვლდება, რომლებიც მალე შევა ექსპლუატაციაში. ეხლა როგორც სხვა ევროპულ წყალქვეშა ძალებს ხმელთაშუა ზღვაში, ესპანეთსაც აქვს მნიშვნელოვანი საზღვაო მოდერნიზაციის პროგრამა, რომელსაც ხელმძღვანელობს 4 ახალი S-80+ დიზაინის წყალქვეშა ნავის შექმნა. ძიმე ტორპედებით და საბოლოოდ მოწინავე AIP ამძრავი სისტემით აღჭურვილი ეს ახალი დიზელის ელექტროშეტევითი წყალქვეშა ნავები მადრიდის წყალქვეშა საბრძოლო შესაძლებლობებში მნიშვნელოვან წინსვლას წარმოადგენს. თუმცა დიზაინის ხარვეზებმა და მთავრობის ბიუჯეტურმა კრიზისმა პერალის პროექტი მრავალი წლის განმავლობაში შეჩერებულ მდგომარეობაში დატოვა. 5831 დღე დასჭირდა კილის დადების ცერემონიიდან, რომ ესპანეთს გაეშვა ამ კლასის პირველი წყალქვეშა ნავი, ისააკ პერალი, 2021 წლის მაისში. ამ კლასის მეორე წყალქვეშა ნავი S-82 ნარსისო მონტურიოლი ზღვის საცდელ სტეპს 2025 წლის ბოლოს დაიწყო, ხოლო შემდეგი ორი ხომალდი ამჟამინდელი 6 ერთეულის შეკვეთიდან. სუ კოსმე გარსიას და მატეო გარსია დე ლოს რეის კილები 2010 და 2011 წლებში დაუდეს, ხოლო მათი ექსპლუატაციაში შესვლის თარიღები შესაბამისად 2028 და 2029 წლებად არის განსაზღვრული. ისაკ პერალის კლასის ხომალდები უფრო გრძელია ვიდრე ხმელთაშუა ზღვის ამჟამინდელი წყალქვეშა ნავების უმეტესობა. მათი სიგრძე 265 ფუტია და უფრო მძიმეა. წყალქვეშა გადაადგილებისას მათი წონა 2965 ტონას ახდენს. მათი სავალი მანძილი 5000 საზღვაო მილია, ხოლო ავტონომიურ რეჟიმში ყოფნის ხანგრძლივობა 50 დღემდეა. ისინი აღჭურვილია საზღვაო ნაღმებით, ასევე 533 მმ-იანი ტორპედოს მილებით, DM-2A4C ჰეიკის ძიმე ტორპედოსთვის, UGM-84 ჰარპუნის რაკეტისთვის და სურვილის შემთხვევაში Black Shark-ის ტორპედოსთვის. როდესაც ისააკ პერალის კლასის სრული შემადგენლობა ექსპლუატაციაში შევა, ესპანეთს თეორიულად ექნება ყველაზე ძლიერი ტრადიციული წყალქვეშა ნავების ფლოტი, შორეული დასავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში. მანამდე დასავლეთ ხმელთაშუა ზღვის სხვა წყალქვეშა ძალა, ალჟირი, ამჟამად მნიშვნელოვან უპირატესობას ფლობს ესპანეთთან შედარებით. ალჟირის ეროვნული საზღვაო ძალები ამჟამად 6 ტრადიციული დიზელ ელექტროწყალქვეშა ნავით ოპერირებს, რომლებიც ყველა რუსული კილოკლასის ვარიაციებია, ხოლო კიდევ 2 მოდერნიზებული კილოკლასის ვარიაცია სავარაუდოდ შეკვეთილია. პირველი 4 21 მესალი ელ ჰოუჯი, 22 აკრამპუჩა, 31 ელ ვარსენისი და 32 ელ ოგარი. პროექტ 626 ვარშავიანკას კლასისაა და ძირითადად განკუთვნილია გემსაწინააღმდეგო და წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო ოპერაციებისთვის. შედარებით არაღრმა წყლებში. ტორპედოს კორპუსის მქონე წყალქვეშა ნავი 238.2 ფუტის სიგრძისაა. წყალქვეშა მდგომარეობაში მისი წყალტყვიდვა 3066 ტონაა და ცნობილია, რომ შეუძლია მიაღწიოს 25 კვანძამდე სიჩქარეს. ისინი აღჭურვილია 6533 მმ-იანი ტორპედოს ტრუბით. ატარებენ მაქსიმუმ 18 თვითდამიზნებულ ან მავთულით მართვად ტორპედოს, ან 24 M-1 ნაღმს და ასევე შესაძლებელია 4 კალიბრის ფრთოსანი რაკეტით აღჭურვაც. ალჟირს ასევე ყავს 2 უფრო ძველი პროექტ 867 EKM წყალქვეშა ნავი, ორიგინალი კილო კლასის მოდელი. თუმცა რუის ჰაჯ მუბარაკი და ელ ჰაჯ სლიმანი 2010-იან წლებში განახლდა, რათა გახანგრძლივებულიყო მათი ექსპლუატაციის ვადა და ინტეგრირებულიყო თანამედროვე იარაღი. საბედნიეროდ მიუხედავად იმისა, რომ ალჟირს ხანგრძლივი და ღრმა სტრატეგიული კავშირები აქვს როგორც რუსეთთან, ასევე ჩინეთთან, ქვეყანა ინარჩუნებს მეგობრულ და სულ უფრო გაუმჯობესებულ ურთიერთობებს, როგორც ევროკავშირთან, ასევე ნატოსთან. ამიტომ ხმელთაშუა ზღვის დასავლეთ ნაწილში წყალქვეშა ძალებს შორის კონფლიქტის ალბათობა დაბალია. იგივე ვერ ითქმის ზღვის მეორე ბოლოზე. ეგვიპტეს და ისრაელს შეიძლება კონდეთ სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც ძალაშია 1979 წლის ხელმოწერის შემდეგ. მაგრამ ამ ორ ქვეყანას უკვე 4-ჯერ ჰქონდათ ომი ისრაელის სახელმწიფოს 1948 წელს დაარსების შემდეგ. 1948 წლის არაბულ-ისრაელის ომი, 1956 წლის სუეცის კრიზისი, 1967 წლის ექვსთრიანი ომი და 1973 წლის იომ-კიპურ-13 წლის იომ-კიპურის ომი. მიუხედავად იმისა, რომ ორ ქვეყანას შორის ფართო სავაჭრო და სამხედრო თანამშრომლობა სტაბილურად მიმდინარეობს, ბოლო წლებში დაძაბულობა იზრდება. ეგვიპტე აკრიტიკებს ისრაელის ქმედებებს ღაზაში, განსაკუთრებით მის სამხედრო ყოფნას ფილადელფიის კორიდორში, რასაც კაირო მშვიდობის ხელშეკრულების დარღვევად მიიჩნევს. ისრაელი კი თავის მხრივ თვლის, რომ ეგვიპტე ცდილობს ჩაერიოს ისრაელსა და ლიბანს შორის მოლაპარაკებებში და უკმაყოფილოა იმით, რასაც ისრაელი მის საზღვართან პროვოკაციულ სამხედრო წვრთნებად აღიქვამს. სუეცის არხის უკიდურესად სტრატეგიული მნიშვნელობის გათვალისწინებით. თუ დაძაბულობა ღია სამხედრო კონფლიქტში გადაიზრდება, ორივე ქვეყნის წყალქვეშა ნავების ფლოტი სავარაუდოდ გადამწყვეტ როლს ითამაშებს შედეგში.
ეგვიპტის საზღვაო ძალები ამჟამად ოპერირებს 8 წყალქვეშა ნავით, რომლებიც 2 კლასად იყოფა. 4 თანამედროვე S-51 კლასის Type 29 1400 mod. გერმანიაში წარმოებული დიზელ ელექტროშეტევითი წყალქვეშა ნავები და 4 უფრო ძველი რომეოს კლასი, ანუ Type 0-33. ჩინეთში წარმოებული წყალქვეშა ნავები, რომლებიც საბჭოთა დიზაინზეა დაფუძნებული. S-51 კლასის კორპუსები მაღალი დონის ხომალდებია, დამზადებული ტრადიციული გერმანული ხარისხით და გაშვებულია 2015-დან 2020-მდე წლამდე. ისინი 204 ფუტის სიგრძისაა. წყალქვეშა მდგომარეობაში აქვთ 1600 ტონა წყალწყვიდვა და აღჭურვილია 8 523 მმ-იანი ტორპედოს მილის საშუალებით, რომელშიც თავსდება მაქსიმუმ 14 DM-2A4. Seahawk Mod 4. ტორპედო ან UGM-84L. Harpoon Block 2 ანტიგემის რაკეტა. ასევე შეუძლიათ საზღვაო ნაღმების დაყენება. ძველი 4 წყალქვეშა ნავი ოფიციალურად აქტიურად ითვლება, მაგრამ რეალურად ასაკისა და მოძველებულობის გამო ისინი სავარაუდოდ გამოიყენება წვრთნებისთვის ან ნავსადგურის სამუშაოებისთვის. თუმცა ზუსტად ისე როგორც ყველა სხვა ქვეყანას, რომელზეც ვისაუბრეთ, ეგვიპტეც აფასებს მომავალი თაობის წყალქვეშა ნავებს მათი ჩანაცვლებისთვის, სადაც ყველაზე დიდი ინტერესი ფრანგული ბარაკუდას კლასისა და ესპანური S-80+ კლასის წყალქვეშა ნავების მიმართ არსებობს. თავისი მხრივ ისრაელის საზღვაო ძალები ექსპლუატაციაში ჰყავს 6 დოლფინის კლასის წყალქვეშა ნავი, რომლებიც გერმანიაში HW მიერ არის აგებული. ეს წყალქვეშა ნავები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე დიზელ ელექტრო წყალქვეშა ნავებს მიეკუთვნება და ისრაელის ზღვაზე დაფუძნებული შეკავების მთავარ საკრდენს წარმოადგენს. პირველი 3: INS დოლფინი, INS ლევიათანი და INS ტეკუმა. დოლფინ 1 ან S-77 კლასისაა და ისინი ექსპლუატაციაში 1999-დან 2000 წლებში შევიდა. ისინი 188 ფუტის სიგრძისაა. წყალქვეშა გადაადგილებისას 1900 ტონას იწონის და აღჭურვილია 6 523 მმ-იანი ტორპედოს მილისა და 4 650 მმ-იანი მილის საშუალებით, რომლებიც გამოიყენება ფრთოსანი რაკეტებისთვის, ნაღმებისთვის ან სპეციალური დანიშნულების ძალების ტექნიკისთვის. ახალი დოლფინ 2 ან S-78 კლასის წყალქვეშა ნავები აღჭურვილია AIP სისტემით, რაც უზრუნველყოფს დამატებით მოქმედების ხანგრძლივობას, მათი სიგრძე 225 ფუტია და წყალქვეშა გადაადგილებისას 2400 ტონას იწონის. მათ აქვთ იგივე შეიარაღება, რაც S-77 კლასის წყალქვეშა ნავებს, თუმცა გამოირჩევიან გაუმჯობესებული სისტემებით, არამაგნიტური კორპუსით, თანამედროვე შეუმჩნევლობითა დლობითა და სპეციალური დანიშნულების ძალების გადაბის გადასხმის შესაძლებლობით. ამ კლასის პირველი 2 წყალქვეშა ნავი, INS ტანინი და INS რახავი, ექსპლუატაციაში შევიდა, შესაბამისად 2014 და 2016 წლებში, ხოლო მესამე INS დრაკონი გადაეცა 2024 წელს და ამჟამად გადის საზღვაო გამოცდებს. ცვადია, როცა რეგიონში ყველა დაკავებულია მოდერნიზაციის გეგმებით, ისრაელიც არ არის გამონაკლისი. 2022 წელს ისრაელმა და გერმანიამ დაასრულეს კონტრაქტი 3 ახალი თაობის დაკარის კლასის წყალქვეშა ნავის შესაძენად, რომლებიც შეცვლიან მოძველებულ დელფინის 1 კლასის ნავებს, ხოლო მიწოდება დაგეგმილია 2027 წლიდან 2030-იანი წლების დასაწყისამდე. მოსალოდნელია, რომ ეს ხომალდები უფრო დიდი იქნება. ექნებათ გაუმჯობესებული AIP, საბრძოლო სისტემები და სენსორების კომპლექტი, ასევე მეტი ტევადობა რაკეტებისა და უპილოტო სისტემებისთვის. ამ ახალ ხომალდებს ისრაელს უნდა მისცეს შესაძლებლობა შეინარჩუნოს წყალქვეშა უპირატესობა ეგვიპტესთან მიმართებაში მომავალი თაობისთვისაც. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელსა და თურქეთს შორის ურთიერთობებიც უარესდება, ხოლო ისრაელის ურთიერთობა ალჟირთან საუკეთესო შემთხვევაში ცივია. შეიძლება მას მოუწიოს საიდუმლო შესაძლებლობაზე დაყრდნობა, თუ ახლო მომავალში ისრაელის წინააღმდეგ მასშტაბური ისლამური ომი დაიწყება, როგორც 1948 წელს იყო. ბირთვული იარაღი. ისრაელის ბირთვული არსენალი ერთ-ერთი ყველაზე ცუდად შენახული სამხედრო საიდუმლოა მსოფლიოში. ისრაელი და მისი მთავარი მოკავშირეები, როგორიცაა აშენეთ საროშო, ინარჩუნებენ ბირთვული გაურკვევლობის ოფიციალურ პოლიტიკას, მაგრამ ყველა მიცის, რომ მათ ეს იარაღი აქვთ. ფართოდ არის გავრცელებული მოსაზრება, რომ ისრაელის ყველა წყალქვეშა ნავი ბირთვული იარაღის გაშვების უნარს ფლობს, რაც მათ პლანეტაზე ერთ-ერთ იშვიათ SSK-ად აქცევს, რომელსაც ეს შესაძლებლობა აქვს. დელფინ 1 და დელფინ 2 ტიპის ორივე წყალქვეშა ნავზე არსებული 650 მმ-იანი მილებიდან შეიძლება გაშვდეს. Popeye Turbo-ს წყალქვეშა ნავიდან გაშვებული ფრთოსანი რაკეტები, რომლებიც ფართოდ მიიჩნევა ბირთვული ქობინების მატარებლად, დაახლოებით 200 კილოტონის სიმძლავრით და მინიმუმ 930 მილის სიშორით. თუ ეს სიმართლეა, ისრაელს ექნება ზღვის ბაზირების მდგრადი მეორე დარტყმის შესაძლებლობა, რაც მას საფრანგეთის დონეზე აყენებს. ყველაფრის გათვალისწინებით, ამდენი წყალქვეშა ძალის არსებობის პირობებში, ხმელთაშუა ზღვაში, ძნელია წარმოიდგინო, რომ ისეთმა გარე ძალებმა, როგორიცაა რუსეთი და ჩინეთი, ოდესმე შეძლონ გადამწყვეტი პოზიციის მოპოვება ხმელთაშუა ზღვაში, მიუხედავად მათი მნიშვნელოვნად დიდი ფლოტებისა. სანამ რეგიონში ნატოს გამაერთიანებელი ძალა შენარჩუნებულია, წყალქვეშა მდგომარეობა მეტნაკლებად კონტროლის ქვეშ უნდა დარჩეს. ის უნდა ყოფილიყო პუტინის საყვარელი მარიონეტი. კაცი, რომელიც პუტინის ბრძანებაზე ყოველთვის კითხულობდა, რამდენად მაღლა შევხვდი. მაგრამ რაღაც შეიცვალა ბელარუსის დიქტატორ ალექსანდრე ლუკაშენკოში.
პუტინმა კიდევ ერთხელ უთხრა, გადახდიო, მაგრამ პასუხი ისეთი არ იყო, როგორცაც რუსეთის ლიდერი ელოდა. ლუკაშენკომ წარმოუდგენელი გააკეთა. მან პუტინი დაამცირა, როცა უკრაინის მუხარებზე უკან დაიხია. ახლა ჩვენ გვაქვს დიქტატორის ისტორია, რომელიც იღვიძებს იმის გაცნობიერებით, რომ მას არასდროს სურდა ეღიარებინა, რომ რუსეთს ბელარუსის დაცვა არ შეუძლია. ეს ნიშნავს, რომ პუტინი ვერ აიძულებს ლუკაშენკოს ომში ჩართვას. პუტინი ცდილობს ზეწოლის გაზრდას. რადგან რუსეთს უკრაინაში თითქმის არაფერი გამოსდის, პუტინი ლუკაშენკოს ძალიან აშკარად ანიშნებს, რომ ერთ დროს ერთგულმა ძაღლმა ბრძანების შემთხვევაში უნდა უკბინოს. როგორც კიევ პოსტი იუწყებოდა 25 ივნისს, პუტინი აძლიერებს ზეწოლას თავის ყველაზე ახლო მოკავშირეზე, რომელიც ევროპაში დარჩა. რუსეთს სურს, რომ ბელარუსმა უფრო დიდი როლი ითამაშოს პუტინის ომში. ეს მოიცავს რუსეთისთვის ბელარუსის ტერიტორიიდან მეტი დრონის გაშვების ნებართვას და შესაძლო ახალი ფრონტის გახსნასაც კი, ბელარუსის სამხედრო ძალების გამოყენებით, რომლებსაც უკრაინამ უნდა გაუმგვალდეს. მაგრამ ლუკაშენკო პუტინისთვის სასურველი სისწრაფით არ მოქმედებს. ამან პუტინი აიძულა თავისი ლაქიასთვის ეთქვა, რომ ბელარუსი მოსკოვისგან ნაკლებ ფინანსურ დახმარებას მიიღებს, თუ პუტინის ყველა მოთხოვნაზე არ ითანამშრომლებს. ეს სერიოზული მუქარაა. ბელარუსის მთლიან ექსპორტში 40%-ზე მეტი და იმპორტის 55% რუსეთენდი რუსეთთან არის დაკავშირებული. და ერთი წუთით ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს ლუკაშენკო პუტინის მოთხოვნებს დათანხმდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ის რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობისკენ მოუწოდებდა, რაც თავისთავად დიდი ცვლილება იყო, იმ დროიდან, როცა ლუკაშენკო ამტკიცებდა, რომ რუსეთს უკრაინის განადგურება შეეძლო, ბელარუსის დიქტატორი ამტკიცებდა, რომ ჩვენ რუსეთთან ერთად ვიქნებით. თან იმუქრებოდა, რომ ეს ომი სრულიად განსხვავებული იქნება, თუ უკრაინა ბელარუსის ჩათრევას შეეცდება. მაგრამ ეს ძალიან შეშინებული ადამიანის სიტყვებია და ამას ხედავთ ლუკაშენკოს ქმედებებიდან, როცა უკრაინამ გადაწყვიტა, საკუთარი მხრიდან ზეწოლა გაეზარდა. როდესაც პუტინი ცდილობდა ლუკაშენკო ომში ჩაეთრია, უკრაინამ გაფრთხილება გადასცა. ლუკაშენკოს ერთი კვირა ჰქონდა, რომ ბელარუსის ტერიტორიაზე განთავსებული რუსული დრონების რელეები გაეთიშა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 19 ივნისს განაცხადა. დამატებითი სიტყვები საჭირო არ არის. მის კოშკებზე რელესადგურებია. რუსული რელესადგურები, ადგურა რუსული. რა მნიშვნელობა აქვს? აღნიშნა ზელენსკიმ და დაამატა, რომ ეს რელეები გამოიყენებოდა რუსული დრონების უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობისკენ მისამართებლად. გამორთეთ ისინი, თქვა ზელენსკიმ და ბევრად უფრო აგრესიული ტონი აერჩია ლუკაშენკოს მიმართ, ვიდრე ომის ნებისმიერ სხვა მომენტში გვინახავს. უკრაინის პრეზიდენტმა ლუკაშენკოს ერთი კვირა მისცა. ამ გაფრთხილებამ პუტინის ზეწოლა გამოიწვია. ლუკაშენკოსთვის ეს კოშმარული მდგომარეობა იყო. აღარ შეეძლო პუტინის დამშვიდება მხოლოდ სიტყვებით და რამდენიმე რელესადგურით. დიქტატორი აღმოჩნდა ჩიხში, ორ ცეცხლს შუა. უნდა დაეთმო რუსული თუ უკრაინული ზეწოლის წინაშე. ჩვენ პასუხი მივიღეთ 24 ივნისს. ეს ის თარიღია, როდესაც ომის შესწავლის ინსტიტუტმა, ანუ ISW-მ გამოავლინა, რომ ლუკაშენკომ გადადგა დიდი ნაბიჯი, რომელმაც პუტინი დაამცირა და რუსეთის ლიდერს დაანახა, რამდენად შეზღუდულია მისი გავლენის მასშტაბი. მარიონეტმა გამორთო სიგნალის გამაძლიერებლები, რომლებიც ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე იყო განთავსებული, და ეს ზელენსკის მიერ დადგენილ ვადამდე მინიმუმ 2 დღით ადრე გააკეთა. ეს არის შიში. ლუკაშენკო აცნობიერებს, რომ უკრაინის უნდა ეშინოდეს და მიუხედავად მისი მთელი ბაქიბუქისა, ამ ერთმა ნაბიჯმა ძალიან ნათლად აჩვენა, რომ დიქტატორი არ სურს პუტინის ომში ჩართვა. ჯერ კიდევ არის საკითხები, რომლებიც გასარკვევია. ვიცით, რომ რელესადგურებმა შეწყვეტეს მუშაობა, მაგრამ არ ვიცით მთლიანად დაშალეს თუ არა ისინი. ამ ეტაპზე მათი შეჩერება საკმარისია იმ გზავნილის გამო, რასაც ეს მოქმედება აგზავნის. ლუკაშენკო არ სურს გააბრაზოს ზელენსკი იმაზე მეტად, ვიდრე უკვე გააბრაზა. და რასაც ახლა ხედავთ არის დიქტატორი, რომელიც აზღვევს თავის პოზიციებს, ვიდრე სრულად უჭერდეს მხარს პუტინს. რამდენადაც გიჟურადაც არ უნდა ჩანდეს ლუკაშენკო ზოგჯერ, ის მაინც საკმარისად გონიერია, რომ ყურადღება მიაქციოს იმას, რაც ახლა უკრაინაში ხდება. ადამიანისთვის, რომელიც სასოწარკვეთილად ცდილობს შეინარჩუნოს ძალაუფლება ბელარუსში, ის რასაც ის ხედავს, აჩვენებს, რომ კარგი იდეა არ არის უკრაინა გადაინტერო. ლუკაშენკო უყურებს, როგორ აგრძელებს რუსეთი ყოველთვე 30,000-ზე მეტ ჯარისკაცს მსხვერპლად შეწირვას, გაზაფხულისა და ზაფხულის შეტევაში, რომელიც უკრაინის განადგურებას უნდა ემსახურებოდა, მაგრამ საბოლოოდ რუსული არმიის სისუსტე გამოავლინა. ლუკაშენკოს ალბათ ექნებოდა ნანახი ISW-ის მონაცემები, რომლებიც გვიჩვენებს, რომ რუსეთმა მაისში კონტროლი დაკარგა 280 კვადრატულ კილომეტრზე და მხოლოდ 40 მოიცი მოიპოვა. რუსეთი წაგებაზეა. სწორედ უკრაინა აგრძელებს წმინდა ტერიტორიული მოგების მიღწევას, რაც მან აპრილშიც მოახერხა. და ეს აჩვენებს ბელარუსის დიქტატორს, რომ რუსეთი არ არის ის ყოვლისძლე ძალა, როგორცაც ის წლების განმავლობაში ამტკიცებდა. რუსეთი მყიფეა და ლუკაშენკო იცის, რომ ამის მიზეზი უკრაინაა. ლუკაშენკო ასევე ხედავს იმას, რაც ყველაზე მეტად აშინებს მას. უკრაინული შორ მანძილზე მოქმედი დრონები, რომლებიც რუსეთის მთელ ტერიტორიაზე დათმებს ახორციელებენ. ბოლო ერთი თვის განმავლობაში კი სანქტ-პეტერბურგი უკრაინული დრონების გამოიცოდა. მოსკოვიც რამდენჯერმე დაარდრეს.
ეს არის რუსეთის ძალაუფლების ცენტრები და რეგიონები, რომლებსაც პუტინი ასე გამალებით ცდილობს ომისგან დაიცვას, მაგრამ უკრაინა მათ ისევ და ისევ ურთმობს. მერე არის ბელარუსი, რომელსაც ფაქტობრივად არანაირი დრონების საწინააღმდეგო დაცვა არ აქვს. პრაქტიკულად არაფერი იცავს მას უკრაინული დრონების ტალღებისგან, თუ ზელენსკი გადაწყვეტს მათ გამოშვებას. რაც ლუკაშენკოს ნამდვილად ესმის, არის ის, რომ რუსეთი ომს აგებს. და ლუკაშენკო ამას არა მხოლოდ ხედავს, ის ამას ხმამაღლაც ამბობს. ბელარუსის დიქტატორმა უცხოურ მედიასთან განაცხადა, რომ აღარ ჯერა, რომ რუსეთს ომის სამხედრო გზით მოგება შეუძლია. მართალია, იგი უთქვა უკრაინაზეც, რითაც მიანიშნა, რომ ორივე მხარე ჩიხშია შესული. მაგრამ ეს მაინც დიდი წინსვლა იმ დროიდან, როცა ლუკაშენკო ენთუზიაზმით უჭერდა მხარს პუტინს და უკრაინის გარდაუვალ დაშლას წინასწარ მეტყველებდა. 2022 წელს ლუკაშენკომ რუსეთს მისცა ნება, რომ უკრაინაში ბელარუსის ტერიტორიიდან შეჭრილიყო. ახლა კი ის სიგნალის გადამცემი მოწყობილობების მუშაობასაც აღარ უზრუნველყოფს, მხოლოდ იმიტომ, რომ ზელენსკიმ ვადა დაუსვა. ლუკაშენკო პუტინის ერთ-ერთი ყველაზე გულხურვალე მხარდამჭერიდან გადაიქცა ადამიანად, რომელიც უკრაინის ზეწოლას ემორჩილება. მაგრამ თუ ბელარუსში მიმდინარე სხვა მოვლენებსაც აკვირდებით, შეიძლება გაიფიქროთ, ეს ყველაფერი მართლა ასეა თუ არა. როდესაც ის უკრაინის ზეწოლას ემორჩილება, ლუკაშენკო სხვა ნაბიჯებსაც დგამს, რომლებიც ეწინააღმდეგება იმ აზრს, რომ მან საბოლოოდ უარი თქვა პუტინზე. მაგრამ ეს ნაბიჯები ისეთი არ არის, როგორც ჩანს. შეიძლება ჩანდეს, რომ ლუკაშენკო ემზადება პუტინის ომში ჩასართავად. თუმცა რასაც ის სინამდვილეში აკეთებს, გაგაოცებთ და ასევე აჩვენებს პუტინს, რომ საბოლოო ჯამში ლუკაშენკო ყოველთვის იმაზე გადადადის, ვინც უკეთ შეძლებს მისი ხელისუფლებაში დატოვებას. სანამ ამ ყველაფერს განვიხილავთ, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ ასეთი ანალიზი გსურთ იხილოთ, აუცილებლად გამოიწერეთ არხი. ასე რომ ხედავთ წინააღმდეგობას იმ ქმედებებში, რასაც ლუკაშენკო აკეთებს. ერთი მხრივ ის უკრაინის ზეწოლას ექვემდებარება დაბარება და რეალე სადგურებს ხურავს, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენი თვალით დანახულ მტკიცებულებებს ვერ უარყოფ. ბელარუსი ხელახლა სამხედრო ძალას აგროვებს იმ მასშტაბით, რაც პუტინის უკრაინაში შეთვის შემდეგ ჯერ არ გვინახავს. ატლანტიკური საბჭო ამაზე 25 ივნისს ითხოვინებოდა. სათაურით, რომელიც მიუთითებს, რომ ლუკაშენკო რეალურად ემზადება ომში ჩართვისთვის. ჩვენ ასევე ვიცით, რომ პუტინმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭა ტაქტიკური ბირთვული იარაღის ბელარუსში გადატანას, თუმცა ეს ჯერ დამოუკიდებლად არ დადასტურებულა. მიუხედავად იმისა, რომ ბელარუსი და რუსეთი მაისში ბელარუსის ტერიტორიაზე ერთობლივ ბირთვულ წუხთნებს ატარებდნენ. ბელარუსი ასევე ხსნის პოლიტიკურ, იურიდიულ და სამხედრო ბარიერებს, რომლებიც ზღუდავს მის მონაწილეობას პუტინის ომში, რაც ერთი შეხედვით ცუდ ნიშნად ჩანს. ლუკაშენკომ თავადაც გამოაცხადა შერჩევითი მობილიზაცია ბელარუსში, ისევ მაისში, რაც კვლავ აღიქმება როგორც შესაძლო ომისთვის მზადება. მაგრამ ალბათ ყველაზე დიდი გაფრთხილება მოდის ანგარიშიდან, რომელიც ბელარუსის ემიგრაციაში მყოფმა ოპოზიციამ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარუდგინა. ამ ანგარიშში გამოკვეთილია 8 ძირითადი მაჩვენებელი, რომ ლუკაშენკო მართლაც ემზადება ომისთვის. მათ შორისაა 2024 წელს მიღებული სამხედრო დოქტრინა, რომელიც წინასწარ დათქმებს ითვალისწინებს. და ერთ ნახევარჯერ გაიზარდა ბელარუსის არმიაში კონტრაქტით მომსახურე ჯარისკაცების რაოდენობა 2022 წლის შემდეგ. ეს ყველაფერი სრულიად საპირისპიროს მიუთითებს იმაზე, რასაც ახლახან გეუბნებოდით. მაშ რა ხდება? როგორ შეიძლება ბელარუსი უკრაინას უთმობდეს, როცა აშკარად ომისთვის ემზადება? ყველაფერი ისე არ არის, როგორც ჩანს. უარყოფა შეუძლებელია იმისა, რასაც ლუკაშენკო აკეთებს ბელარუსის სამხედრო ძალების გასაძლიერებლად. თუმცა ის ამას ყველაფერს არ აკეთებს უკრაინასთან ომისთვის მოსამზადებლად. კიდევ ერთი მიზეზია და ეს ყველაფერი იმაზე დაიყვანება, როგორი ადამიანია ლუკაშენკო. ის დიქტატორია. და მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში პუტინის მარიონეტი იყო, თუ ერთი რამ არის, რასაც დიქტატორები ალიანსებზე მეტად აფასებენ, ეს არის ძალაუფლება, რომელსაც საკუთარ ქვეყანაში ფლობენ. ბელარუსის სამხედრო გაძლიერების რეალობა ისაა, რომ ეს იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, როგორც შეიძლება ჩანდეს. ყოველ შემთხვევაში, რაც შეეხება უკრაინას. ბელარუსი სამხედრო თვალსაზრისით პატარა ქვეყანაა. შერჩევითი მობილიზაცია ამას ვერ შეცვლის. ქვეყანას ყოველთვის ჰყავდა მცირე არმია. ალბათ იმიტომ, რომ ლუკაშენკო ფიქრობდა, რომ საჭიროების შემთხვევაში თავის ტერიტორიას რუსეთის დაცვაზე ყოველთვის შეეძლო დაეხდნო. ანუ პროსტორად მას შეეძლო პუტინზე დაეხდნო, რომ ხელისუფლებაში დარჩენილიყო. აი რატომ ხედავთ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რუსეთსა და ბელარუსის შეიარაღებულ ძალებს შორის ასეთ ინტეგრაციას? ლუკაშენკო ნამდვილად სჯეროდა, რომ სწორ მხარეს დადგა, როცა პუტინმა თავისი შეჭრა დაიწყო. შემდეგ ბოლო 4 წელზე მეტი გავიდა და ლუკაშენკომ ძალიან წარე გამოფხიზლება მიიღო. ამიტომ როცა უყურებთ, როგორ აძლიერებს ბელარუსი თავის სამხედრო ძალებს, არ უნდა შევხედოთ ამას იმ პერსპექტივიდან, თითქოს ლუკაშენკო ემზადება პუტინს უკრაინაში შეუერთდეს. ეს თვითმკვლელობა იქნებოდა როგორც ბელარუსის მცირე სამხედრო ძალისთვის, ასევე თავად ქვეყნისთვის. ეხლა რასაც ლუკაშენკო სინამდვილეში აკეთებს, არის ის, რასაც ყველა პატარა ქვეყნის დიქტატორი აკეთებს, როცა ყველაფერი აირევა და მათი დიდი მფარველები თავს გამოავლენენ. ლუკაშენკო თავის თავს იცავს. ბელარუსის დიქტატორი ხედავს, რამდენად ცუდად მიდის უკრაინის ომი რუსეთისთვის და აცნობიერებს, რომ მისი ნომერ პირველი პრიორიტეტი ახლა საკუთარი თავის დაცვა. აი ეს არის შერჩევითი მობილიზაციისა და სამხედრო გაძლიერების მიზეზი. ლუკაშენკოს არ აქვს ილუზია, რომ მისი ხალხი მას უყვარს.
არსებობს მიზეზი, რატომაც მისი მთავარი ოპოზიცია იძულებულია ემიგრაციაში იყოს. და ეს იმიტომ, რომ ლუკაშენკო იცის, რომ მათ ბევრი არ დასჭირდებათ იმისთვის, რომ საკმარისი მხარდაჭერა მოიპოვონ და ხელისუფლებიდან გააძევონ, თუ ბელარუსში იქნებიან. ახლა როცა ხედავს, რომ რუსეთი უკრაინაში ასე ცუდად მარცხდება, გახსოვდეთ, თვეში 30,000-ზე მეტი მსხვერპლი და აქტიურად კარგავს ტერიტორიებს უკრაინასთან, ლუკაშენკო არ ემზადება პუტინს შეუერთდეს მის შეჭრაში. ის ამზადებს ბელარუსის სამხედროებს, რომ თავი დაიცვას, როცა ყველაფერი ცუდად წავა. და ამ შეხედულების დასადასტურებლად უფრო მეტი მტკიცებულებაა, ვიდრე შეიძლება გეგონოთ. პირველ რიგში, მიუხედავად იმისა, რომ ლუკაშენკო ღიად უჭერს მხარს პუტინს, მან არ მიცა რუსეთს უფლება ბელარუსის ტერიტორიიდან შეეტია უკრაინაში შეჭრის პირველი დღეების შემდეგ. 4 წელზე მეტია უკრაინაში ბელარუსელი ჯარისკაცები არ ყოფილან. ლუკაშენკომ ომში ჩართვა მაშინაც არ გადაწყვიტა, როცა რუსეთს შედარებით კარგად მისდიოდა საქმეები და ახლა მით უმეტეს არ გააკეთებს ამას, როცა ხედავს, რომ რუსეთი აგებს. მერე არის ის თავის დაზღვევა, რაზეც ადრე საუბრობდით. რადიო რელე სადგურების გათიშვა ამის მაგალითია. ეს ლუკაშენკოს გზაა, რომ უკრაინას უთხრას არ უნდა ბელარუსის აფრთხეთ ჩანდეს. კიდევ მანამდე 16 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლუკაშენკომ პირდაპირ განაცხადა, ბელარუსის სამხედრო საფრთხეს არ წარმოადგენს უკრაინისთვის. ინტერვიუში, სადაც ბელარუსის დიქტატორმა ზელენსკის ბოდიშიც კი მოუხადა წარსულში გაკეთებული კომენტარებისთვის. ასევე არის მნიშვნელოვანი შეთანხმებაც, რომელიც გასათვალისწინებელია. მარტში აშშ-სა და ბელარუსს შორის დიპლომატიური ურთიერთობები მოულოდნელად გააქტიურდა. ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მიიღო მოწვევა აშერჩისის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სასაუბროდ, რათა განეხილათ მნიშვნელოვანი შეთანხმება იმ დროს, როცა აშერჩეში ბელარუსზე სანქციებს ამსუბუქებდა. მაისის ბოლოსკენ გავრცელდა ხმები, რომ ლუკაშენკო შეიძლება გამოჩნდეს მშვიდობის საბჭოს ერთ-ერთ შეხვედრაზე, რომელიც ტრამპმა ბელარუსსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების დათბობა გვიჩვენებს, რომ ლუკაშენკო ცდილობს დასავლეთთან კავშირების გაღრმავებას, რაც პუტინის თვალსაზრისით მიუტევებელია. ლუკაშენკო თითქოს მისი მორჩილი უნდა იყოს. მაგრამ ეს ყველაფერი პუტინს აჩვენებს, რომ დიქტატორი, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტს თავისი უფროსი ძმა უწოდა, ახლა ცდილობს საკუთარი თავი გადაარჩინოს და არა ის, რასაც რუსეთი ეუბნება, რომ გააკეთოს. ლუკაშენკო თავს იზღვევს, რადგან იცის, რომ უკრაინასთან ომში ჩართვა მისთვის და მისი ქვეყნისთვის კატასტროფული იქნება. ლუკაშენკო მართალია. ბელარუსს არ ეკნებოდა შანსი. ადრე გითხარით, რომ ბელარუსი სამხედრო თვალსაზრისით სუსტი ქვეყანაა. ეს განსაკუთრებით ასეა, როცა ამ ქვეყანას უკრაინას ადარებ. ბელარუსი ძალებს რეალური საბრძოლო გამოცდილება არ აქვთ და ლუკაშენკო მათ უკრაინაში მგლებს გადააკრის, სადაც ჯარები 2022 წლიდან იბრძვიან. ლუკაშენკო ამას ყველასგან უკეთ იცის. იმავე ინტერვიუში, სადაც მან ზელენსკის თავის წარსულ განცხადებებზე ბოდიში მოუხადა, აღიარა, რომ ბელარუსი დაუცველია. ეს ორმაგი მნიშვნელობის აღიარებაა. ეს არის ლუკაშენკოს განცხადება, რომ იცის, ბელარუსის არმია ვერ გაუმკლავდება უკრაინას და რომ რუსეთი ვერ დაიცავს მის ტერიტორიას ან მის პრეზიდენტობას, თუ ომში ჩაერევა. სამხედრო თვალსაზრისით ბელარუსს არ აქვს შანსი. მისი 63,000-იანი მოქმედი არმია და 355,400 რეზერვისტი მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება მხოლოდ უკრაინის 900,000-იან მოქმედ არმიას. და ეს იმ შემთხვევაშიც კი თუ 4 მილიონ რეზერვისტს არ ჩავთვლით. ბელარუსი არც ერთ სფეროში არ ლიდერობს, იქნება ეს ხმელეთი, ზღვა თუ ჰაერი, და რაც ყველაზე ცუდია ლუკაშენკოსთვის, ის იცის, რომ უკრაინის დრონები მის ქვეყანას სერიოზულ ზიანს მიაყენებენ. მან ნახა, როგორ უთხრამენ უკრაინის დრონები რუსეთის სხვადასხვა ადგილას, რაც ქვეყნის ზომას სერიოზულ სისუსტედ აქცევს. ბელარუსი რუსეთის ფონზე ძალიან პატარაა, მაგრამ ეს იმასაც ნიშნავს, რომ ის უფრო კომპაქტურია. ბელარუსის ყველა სამრეწველო ცენტრი უკრაინის დრონების სამიზნე გახდება და ისინი დაუსჯელად დაარტყამენ ქვეყანას, რომლის ეკონომიკაც იმდენად რუსეთზეა დამოკიდებული, რომ წარმოების შემცირებასთან და ახალი სანქციების დაწესებასთან ერთად ის ჩამოიშლება. ლუკაშენკოს არ უნდა უკრაინასთან დაპირისპირება და მას აღარ სჯერა, რომ რუსეთი შეძლებს მისი დაცვას. რუსეთი ცდილობს დაარწმუნოს ლუკაშენკო, რომ პუტინთან უნდა დარჩეს. ივნისის 23-ს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი დაიცავს ბელარუსს ყველა შესაძლო ზომით, თუ ამის დრო დადგება. ზუსტად ისე, როგორც მან დაიცვა ვენესუელის, სირიისა და ირანის ლიდერები, როდესაც ისინი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდნენ. მოიცადე, ეს ლიდერები ყველა აღარ არიან. ლუკაშენკომ კარგად ნახა, როგორ იცავს რუსეთი თავის მოკავშირეებს და იცის, რომ იგივე ბედიელის თუ უკრაინულ დათვს გააღიზიანებს, რელეებს ისევ ჩართავს და თავის ჯარს ომში გაგზავნის. ასე რომ ხედავთ ლუკაშენკოს მთელი ამ ბოლო თვეების არასტაბილური ქცევის ნამდვილ მიზეზს. აქ ყავს ლიდერი, რომელიც არასდროს ყოფილა დიდი დიპლომატი. ცდილობს რუსეთსა და უკრაინას შორის ბეწვის ხიდზე გაიაროს და ეს არც ისე კარგად გამოსდის. ერთ წამში ხმამაღლა აცხადებს, რომ პუტინს უჭერს მხარს, შემდეგ კი ზელენსკის ბოდიშს უხდის. ის საუბრობს იმაზე, თუ როგორი იქნებოდა ბელარუსი და უკრაინას აფრთხილებს, რომ თავის ქვეყანა ომში არ ჩაითრიოს. შემდეგ კი სიგნალის გადამცემი მოწყობილობებს თიშობს, თორსა ზელენსკი ამას მოითხოვს. და რადგან ეს წინააღმდეგობრივი ქცევა კრიზისში მყოფ დიქტატორზე მიუთითებს, ყველაფერი ერთ მარტივ ფაქტამდე დადის. ლუკაშენკო უბრალოდ ცდილობს საკუთარი თავი გადაარჩინოს. საბოლოოდ მან კარგად იცის, რომ უკრაინაში შესვლა კატასტროფა იქნება. ეს არა მხოლოდ მისი არმიისთვის, არამედ ბელარუსის დიქტატორად მისი მთელი მომავლისთვისაც კატასტროფა იქნება.
ივნისის 26 UA News-მა გავრცელა ინფორმაცია, რომ პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა იგორ ტიშკევიჩმა აღნიშნა, ბელარუსში პრაქტიკულად არავის სურს რაიმე საერთო კონდეს პუტინის ომთან და ეს ასეა ომის დაწყებიდანვე. ტიშკევიჩის თქმით, ბელარუსების 55-დან 60%-მდე კატეგორიულად ეწინააღმდეგება ბელარუსის სამხედროების ნებისმიერი სახის ჩართვას უკრაინის ომში. ხოლო 5-დან 7%-მდე ადამიანი აქტიურად უჭერს მხარს ასეთ სცენარს, რაც ყველაფერს გვეუბნება ლუკაშენკოს ქმედებებზე. მან შეძლო ძალაუფლების შენარჩუნება მრავალი წლის განმავლობაში რუსეთის მხარდაჭერაზე დარწმუნებით. როდესაც რუსეთი სუსტდება, ლუკაშენკოს უწევს ხალხის მოსმენა და ისინი ეუბნებიან, რომ არ მიიღებენ იმ გარდაუვალ სისხლისღვრას, რომელიც მათ ცხოვრებას დაასვრის, თუ ლუკაშენკო გააკეთებს იმას, რასაც პუტინი სთხოვს. თუ ბელარუსი ომში ჩაერთვება, ძალიან სავარაუდოა, რომ ლუკაშენკო აჯანყების წინაშე დადგება. ეს არის ნამდვილი ბელარუსის სამხედრო გაძლიერების მიზეზი. ყველაფერი ლუკაშენკოს ხელისუფლებაში დარჩენას ეხება, რადგან ის სასოწარკვეთილად ეძებს გამოსავალს იმ ჭიდან, რომელიც თავად გაითხარა, როცა 2022 წელს რუსეთს დაუჭირა მხარი. თუ მტრის სამხედრო კოდს გაშიფრავ, მისი სისუსტეები გამომჟღავნდება და გამარჯვება გარდაუვალი ხდება. უკრაინამ ეს იცის. იმპულსი, რომელიც უკრაინამ 2026 წელს შექმნა, ეფუძნება ღრმა გაგებას ყველაფრის შესახებ, დაწყებული რუსეთის სტრატეგიიდან, დამთავრებული სამხედრო ტექნიკითა და სისტემებით, რომლებიც მოსკოვს აქვს. მაგრამ ახლა უკრაინა ყველაფერს ააფეთქებს. უკრაინამ არა მხოლოდ გატეხა რუსეთის ყველაზე დიდი სამხედრო სისტემები, არამედ ისინი აჩვენა პუტინის ყველა მტერს. გენიალური შლით უკრაინამ ნატოს რუსეთის მთელი არსენალის გასაღები გადასცა. საიდუმლოებები გამჟღავნდა. შეიძლება შეიქმნას სტრატეგიები რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებისთვის. რუსეთის იარაღი ახლა იმავე ქვეყნის წინააღმდეგ შემოტრიალდა, რომელიც ამ იარაღს 4 წელზე მეტია უკრაინის წინააღმდეგ იყენებს. როგორ? Tropilabby. ეს არის ახალი უკრაინული მონაცემთა ბაზის სახელწოდება, რომელიც შეიცავს დეტალურ ტექნიკურ ინფორმაციას ყველა იმ რუსულ იარაღზე, რომელსაც უკრაინა იძულებული გახდა დაპირისპირებოდა 2022 წლის თებერვლიდან. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა მიხაილ ფედოროვმა დეტალები გააზიარა X-ზე გამოქვეყნებებულ პოსტში, სადაც ამ ახალი მონაცემთა ბაზის გახსნა დაანონსა. უკრაინა უშვებს Trophy Labs. ჩვენ ხსნით ცდომას ჩვენი გლობალური პარტნიორებისთვის ხელში ჩაგდებული რუსული იარაღის ტექნოლოგიებზე. ყოველი რაკეტა, დრონი და მანქანა, რომელიც ბრძოლის ველზე იქნა ხელში ჩაგდებული, ახლა თავისუფალი სამყაროსთვის ცოდნის წყაროა, განაცხადა ფიოდოროვმა. ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანია მრავალი მიზეზის გამო, რომელსაც ჩვენ დეტალურად განვიხილავთ, მაგრამ კიდევ უფრო მეტია. უკრაინის თავდაცვის მინისტრის თქმით, მოკავშირეები მხოლოდ რამდენიმე ფაილს ტექნიკური მახასიათებლებით არ მიიღებენ. მათ შეეძლებათ ცდომა ჰქონდეთ იმ იარაღებზე, რომლებიც უკრაინამ პირდაპირ მოიპოვა, რაც საშუალებას მისცემს დამატებით შესწავლას და ამ მონაცემების ბაზაში შეტანას, რომ ყველა შეეძლოს მათი ნახვა. ამ უსაფრთხო პლატფორმის მეშვეობით მოკავშირე ქვეყნების მთავრობები, ლაბორატორიები და თავდაცვითი ტექნოლოგიების მწარმოებლები იღებენ ცდომას სიღრმისეულ ტექნიკურ მონაცემებზე, ანგარიშებსა და სისუსტეებზე. მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ მოითხოვონ ფიზიკური აღჭურვილობა ტესტირებისთვის, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს საწინააღმდეგო ზომების განვითარების ციკლს. რაც აქ ხდება ძალიან მარტივია. უკრაინამ გაშიფრა ათობით რუსული იარაღის კოდი, რაც საშუალებას აძლევს მას ერთი ნაბიჯით წინ იყოს პუტინზე. ეხლა უკრაინა ემზადება, რომ ეს ინფორმაცია გაუზიაროს ისეთ მოკავშირეებს, რომლებსაც მეტი ფული, მეტი აღჭურვილობა აქვთ და რაც მთავარია არ მუშაობენ აქტიურ საომარ ზონაში, რათა კიდევ უფრო გამოავლინონ ნაკლოვანებები რუსეთის ყველა იარაღის სისტემაში. ეს ორმხრივი პროცესი იქნება. უკრაინა ავლენს იმას, რაც იცის, მისი მოკავშირეები ამ ცოდნის ბაზას ავითარებენ და ყველა, ვინც რუსეთს ეწინააღმდეგება, სარგებელს ირებს. პუტინი აბსოლუტურად გაცეცხლებული იქნება. კიდევ ერთხელ უკრაინამ ისეთი რამ გააკეთა, რასაც რუსეთის პრეზიდენტი ვერასდროს წარმოიდგენდა და ახლა მას მხოლოდ დარჩენია უყურო. რო უყუროს როგორ ხდება საიდუმლოებები, რომლებიც მსოფლიო არენაზე არასდროს უნდა გამჟღავნებული რუსეთის მტრების ხელში. და რაც პუტინს კიდევ უფრო გააცოფებს ისა, რომ უკრაინას შეუძლია მარილი მოაკაროს რუსეთის ჭრილობებს. Trophy Labs არსებობა შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა რუსეთის შეჭრა უკრაინაში. და სანამ პუტინი კიდევ უფრო მეტ სახმელეთო შეტევებსა და საჰაერო დარტყმებს ბრძანებს, უკრაინის მიერ შექმნილი მონაცემთა ბაზა მხოლოდ გაძლიერდება. ოსტაბოლოს დარტყმები ნამსხვრევებს ტოვებს უკან. და სწორედ ამას შეუძლია უკრაინას მოიპოვოს და შეისწავლოს, რათა მეტი გაიგოს რუსულ იარაღს. დიდი ირონია აქ ისაა, რომ რუსეთის სტრატეგია მისივე დაღუპვის მიზეზი გახდება, განსაკუთრებით დრონებისა და რაკეტების მიმართულებით. პუტინმა ორივე ამ ტიპის იარაღზე დიდი აქცენტი გააკეთა, რადგან რუსეთის სახმელეთო კამპანია ფერხდება. France 24 იუწყება, რომ მხოლოდ მაისში რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 8150 დარტყმითი დრონი გაუშვა, რაც რეკორდია. ასევე 211 რაკეტა და 1000-ობით მართვადი ბომბი. ყველა ეს იარაღი ნამსხვრევებს ტოვებს. ჭურვები, რვები, მასრების გარსები, ჩიპები, ეს ყველაფერი ფასეული ინფორმაცია, რომელიც შეიძლება გამოავლინოს, რას აშენებს რუსეთი, როგორ აშენებს და რა შეიძლება იქნას გამოყენებული ამ იარაღის წინააღმდეგ. როდესაც ეს ნამსხვრევები ტექნიკურად მოაზროვნე ადამიანების ხელში ხდება, რომლებიც ყველაფერს დეტალურად იკვლევენ, დიდი საიდუმლოებები გამომჟღავნდება. პირდაპირ ვთქვათ, პუტინს უნდა სცოდნოდა, რომ უკრაინა ყველა იმ ქვეყანას შორის, რომელსაც შეიძლება დაესხას, ნამდვილად შეძლებდა რუსეთის იარაღის დეტალურად შესწავლას.
მან საკუთარი თვალით ნახა უკრაინის მუდმივი ინოვაციები თავისი ეგრეთ წოდებულ სპეციალური სამხედრო ოპერაციის დროს. მას ასევე შეიძლება იცოდეს, როგორც მეცნიერების, ინჟინერიისა და მედიცინის ეროვნული აკადემიები აღნიშნავენ, რომ უკრაინული მეცნიერება და ინჟინერია ყოფილი საბჭოთა კავშირის კვლევისა და განვითარების პოტენციალის 13-დან 15%-მდე შეადგენდა. უკრაინელი მეცნიერები ზუსტად იცნობდნენ, რას აშენებდა რუსეთი 90-იანი წლების დასაწყისამდე. შესაძლოა მათ იმ იარაღების შექმნაზეც კი იმუშავეს, რომელსაც რუსეთი ახლა იყენებს. თუ ტექნიკურად მოაზროვნე ადამიანებს დაესმები თავს, გამჟღავნდები. Trophy Lab აპირებს გაამჟღავნოს ყველა სამხედრო საიდუმლო, რომლის დამალვაც რუსეთს სურს. უკრაინა ამ ინიციატივას საკმაოდ დიდი ხანია ამზადებს. 28 მაისს Euromaidan Press-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო ახალი წესები, რომლებიც რუსული სამხედრო ტექნიკის მართვას ეხება. ეს წესები განსაზღვრავს პროცედურებს, თუ როგორ უნდა გადაეცეს ხელში ჩაგდებული რუსული ტექნიკა და რაც მთავარია, ქმნის სამართლებრივ ჩარჩოს იმისთვის, რომ ამ იარაღებიდან მიღებული ინფორმაცია გამოყენებული იქნას უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად და საერთაშორისო თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად. მიუხედავად იმისა, რომ ფიოდოროვმა იმ დროს ტრაფეებზე ისაუბრა, ეს ნაბიჯი თავდაპირველად აღიქმებოდა როგორც უკრაინის მცდელობა ოპტიმალურად გამოეყენებინა ხელში ჩაგდებული და მიტოვებული რუსული ტექნიკა საკუთარი თავდაცვითი საჭიროებებისთვის. მაგრამ Trophy Lab-ით უკრაინამ ბევრად უფრო დიდი რამ გამოავლინა. და ახლა რუსეთის მტრებს აქვთ უზარმაზარი საინფორმაციო მონოპოლარი, რომელიც უკრაინის მრავალწლიანი ბრძოლის შედეგად დაგროვდა. ეს ინფორმაცია ახლა დასავლეთის ქვეყნების და თავდაცვის კომპანიების ხელთ არის და მისი გამოყენება შესაძლებელია ისეთი იარაღის შესაქმნელად, რომელიც რუსეთის ყველაზე საშიშ სისტემებს დაუპირისპირდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ნატოსთვის, ასევე უკრაინისთვის, რასაც რამდენიმე წუთში აგიხსნით. თუმცა ჯერ ერთი პატარა საკითხია გასარკვევი, თუ როგორ იმუშავებს Trophy Lab, რაზეც ჯერ უნდა ვისაუბროთ. აი რაც ამ ეტაპზე ვიცით. ფიოდოროვმა უკვე ახსნა ზოგიერთი ძირითადი საკითხი. Trophy Lab იქნება საერთო საცავი რუსული შეიარაღებისთვის და მასში თითქმის ყველაფერი შედის, რისი მოპოვებაც უკრაინას შეძლო. ეს ნიშნავს რაკეტებს, დრონებს, მიტოვებულ მანქანებს და მანქანებს და უამრავ სხვა სისტემას, რომელსაც რუსეთი იყენებდა და უკრაინის ტერიტორიაზე დატოვა. ბაზა ყველასთვის ღია არ არის. ყველა ვისაც ცდომა სურს უნდა გააკეთოს განაცხადი, მაგრამ როგორც კი მიიღებს ცდომას, ამ მომხმარებელს შეუძლია ჩამოტვირთოს ტექნიკური დოკუმენტაცია, მიიღოს კვლევები და ანგარიშები და თუნდაც მოითხოვოს, რომ უკრაინა მას პირდაპირ შესწავლისთვის გაუგზავნოს ბაზაში არსებული იარაღის ნიმუშები. ჩვენ ასევე გვაქვს გარკვეული მონაცემები. Trophy Lab-ის ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, ბაზის საწყისი ვერსია მოიცავს 115-ზე მეტ ნიმუშს, რომლებიც ყველა ბრძოლის ველზე ხელში ჩაგდებულია და შემდეგ უკრაინულ კვლევით დაწესებულებებში გადატანილი. ეს ნიმუშები დაყოფილია კატალოგად, რომელიც შეიცავს 69 აღჭურვილობის კატეგორიასა და ქვეკატეგორიას. ეს უკანასკნელი ასევე აძლევს უკრაინას საშუალებას გამოარჩიოს კონკრეტული კომპონენტები და მასალები, რომლებიც გამოყენებულია რუსეთის იარაღში. ასე რომ მხოლოდ იარაღები არ არის გამჟღავნებული, არამედ კონკრეტული კომპონენტებიც, რომლებიც მათ დასამზადებლად გამოიყენება. უკრაინა ასევე ხელმისაწვდომს გახდის 225-ზე მეტ დასრულებულ კვლევას, რომლებიც ლაბორატორიებმა, სამეცნიერო ინსტიტუტებმა და საინჟინრო ცენტრებმა მოამზადეს. აქ ჩვენ ხედავთ კვლევების პლატფორმას, რომლის საფუძველზეც კიდევ ბევრის გაკეთებაა შესაძლებელი. უკრაინამ შეძლო ამ ყველაფრის შეკრება მაშინაც კი, როცა თავს იცავს რუსეთისგან და გამიცდის შორ მანძილზე განხორციელებულ თავდასხმას. ეს შთამბეჭდავია და როცა გაიგებთ იმ იარაღების შესახებ, რომლებიც ამ მონაცემთა ბაზის მეშვეობით გახდება ცნობილი, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად შორს არის უკრაინა მზად წასასვლელად, რათა შექმნას რესურსი, რომელიც რუსეთის ყველა მტერს გამოადგება. თავისი ანგარიში Trophy Lab-ზე Defense News ავლენს, რომ 115 ხელში ჩაგდებულ ნიმუშს შორის არის კინჟალის ჰიპერგერითი რაკეტები და რუსეთის T-90M ძირითადი საბრძოლო ტანკი. ეს იარაღები რუსეთის საუკეთესო იარაღებს შორისაა. ახლა პუტინის მტრებს შეუძლიათ ყველაფერი წაიკითხონ ამ იარაღებზე, ან მათ შეუძლიათ პირდაპირ ცდომა მიიღონ ამ ნიმუშებზე საკუთარი კვლევისთვის. Defense News აცხადებს, რომ დამოწმებულ პარტნიორებს შეუძლიათ ნიმუშების მოთხოვნა ფიზიკური ტესტირების, ხოლო ტესტირების ხასიათი დამოკიდებულია იმაზე, რას სურს პარტნიორს აღმოაჩინოს. არადამანგრეველი ინსპექცია სავარაუდოდ ყველაზე გავრცელებული იქნება. თუმცა Trophy Lab პარტნიორებს ასევე აძლევს საშუალებას მოითხოვონ ნიმუშები, რომლებიც შეუძლიათ დაშალონ ან თუნდაც სრულად გაანადგურონ ტესტირების პროცესში. უკანასკნელი შეიძლება განსაკუთრებით ღირებული აღმოჩნდეს ყველასთვის, ვინც ცდილობს შეიმუშაოს საწინააღმდეგო ზომები და ელექტრონული ომის მოწყობილობები, რომლებიც რუსეთის იარაღის განადგურებისთვისაა განკუთვნილი. რაც შეეხება განაცხადებს, ისინი ამჟამად ღიაა. ეს არ ნიშნავს, რომ ნებისმიერ შეუძლია თავისი მონაცემების გაგზავნა. ეს ნათლად ზუსტი არ არის. Trophy Lab-ის ვებგვერდზე არის რეგისტრაციის გვერდი და ვინც ამას უყურებს, შეუძლია სცადოს ფორმის შევსება. თუმცა ფორმაში ნათლად წერია, რომ განაცხადის გაკეთება მხოლოდ უცხოურ სახელმწიფო ინსტიტუტებსა და თავდაცვის კომპანიებს შეუძლიათ. გარდა ამისა, უკრაინა ითხოვს რამდენიმე დოკუმენტსა და ხელმოწერილ წერილებს, რათა უზრუნველყოს ინტერესთა კონფლიქტის არარსებობა და დაეხმაროს გადამოწმების პროცესში. ასე რომ შეგიძლიათ სცადოთ განაცხადის გაკეთება, მაგრამ განაცხადს არ დაგიმტკიცებენ, ისევე როგორც ნებისმიერ სუბიექტს, რომელიც შეეცდება უკრაინის მიერ დაწესებული პროცესის გვერდის ალას. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი ვერ გაიგებს, რა ინფორმაცია აქვს უკრაინას მის იარაღებზე. პუტინი უკრაინის მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის საფუძველზე საკუთარ იარაღში ვერანაირ ცვლილებას ვერ შეიტანს.
უკრაინას უკვე აქვს ყველა მექანიზმი, მაგრამ ახლა როცა ვიცით როგორ იმუშავებს ტროფილაბი, გადავდივართ კიდევ უფრო დიდ კითხვაზე. რატომ არის ეს ახალი მონაცემთა ბაზა ასეთი მნიშვნელოვანი? სანამ პასუხებზე გადავიდოდეთ, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ არხიდან ახალ ინფორმაციას იღებთ, არ დაგავიწყდეთ გამოწერა, რომ არ გამოგრჩეთ ჩვენი ყოველდღიური ვიდეოები. დავიწყოთ აშკარა რამით. ტროფილაბის გამოჩენა უკრაინისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ის ცდილობს გაამყაროს ურთიერთობები თავის მოკავშირეებთან, განსაკუთრებით ნატოს წევრებთან. ფიოდოროვი ამას ნათლად აჩვენებს, როცა აღნიშნავს, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ მთელ არსენალს იყენებს, ხოლო უკრაინა სისტემატურად შლის იმ არსენალს, რომელიც ხელში ჩაიგდო, რათა ისწავლოს, როგორ შეაჩეროს ისინი. ნატოს ეს ინფორმაცია სჭირდება. კოლექტიური თავდაცვის ალიანსმა და მისმა წევრებმა უკვე უზარმაზარი დახმარება გაუწიეს უკრაინას და ისინი ყოველთვის ცდილობენ კიდევ უფრო მეტი გააკეთონ. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა ბენედეტა ბერტიმ ეს 17 ივნისს ნათლად განაცხადა. მან აღნიშნა, რომ უკრაინა სამხედრო დახმარების 99%-ს ნატოს მოკავშირეებისგან იღებს და რომ ორგანიზაციის მხარდაჭერის კიდევ ერთხელ დადასტურება უკრაინის მიმართ პრიორიტეტია. გეგმავთ ნატოს სამიტამდე, რომელიც ანკარაში 7-დან 8 ივლისამდე გაიმართება, ტროფილაბ უკრაინის ერთ-ერთი გზაა, რომ ნატოს ალიანსს სანაცვლოდაც დაეხმაროს. ეს აჩვენებს, რომ უკრაინასა და მის ნატოს მოკავშირეებს შორის ურთიერთობები ერთმხრივი სულაც არ არის. უკრაინა ამ ხელს საიდუმლოებებს, რომლებიც მნიშვნელოვნად დაეხმარება ნატოს საკუთარ ინტერესთა დაცვაში რუსეთის წინააღმდეგ. და გულწრფელად რომ თქვათ, ტროფილაბი უკეთეს დროს ვერ გამოჩნდებოდა. 2025 წლის ბოლოს ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ აღნიშნა, რომ რუსეთი აძლიერებს ჰიბრიდული ომის ტაქტიკას ალიანსის წევრების წინააღმდეგ და მან ივარაუდა, რომ რუსეთმა შეიძლება მომდევნო 5 წელიწადში ნატოს რომელიმე ქვეყანას დაარტყას. ეს ნიშნავს, რომ ნატოს აქვს ვადა 2030 წლის ბოლომდე, ან შესაძლოა მანამდეც, რათა მოიკრიბოს ძალები და მოამზადოს ისეთი თავდაცვა, რომელიც რუსული აგრესიისგან დაიცავს. ზოგი ამბობს, რომ ვადები კიდევ უფრო მოკლეა, ვიდრე რუტე ვარაუდობს. გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი ერთ-ერთია მათ შორის, რადგან მისი თქმით გერმანელი ექსპერტები ამბობენ, რომ ეს შეიძლება 2029 წელსაც კი მოხდეს. როგორც ჩანს, ეს არის საერთო აზრი, რომელსაც რამდენიმე ნატოს წევრი იზიარებს, იუცხება კანადის CBC და ამას ამყარებს ის ნაბიჯები, რომელსაც რუსეთი ამჟამად დგამს. ინფრასტრუქტურა, რომელიც საშუალებას იძლევა 115,000-მდე ჯარისკაცის განთავსება ნორდიულ და ბალტიისპირეთის საზღვრებზე, იქნება იმისთვის, რომ პირდაპირ დაემუქროს ნატოს აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ფლანგებს. რუსეთი ბელარუსში ბირთვულ იარაღთან დაკავშირებულ პროცესებს ცდის. მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმირ პუტინი ჩართულია ომში უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც სულაც არ მიმდინარეობს გეგმის მიხედვით, ის კიდევ უფრო ღრმად ეფლობა აგრესიაში და ნატო აშკარა სამიზნეა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ნატო სჭირდება მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია რუსეთის იარაღისა და ტაქტიკის შესახებ. ტროფილაბი ამ ინფორმაციას მიაწვდის. ეს საგანძური ნატოს წევრებს საშუალებას მისცემს შეიმუშაონ საწინააღმდეგო ზომები რუსეთის იარაღის წინააღმდეგ, რომლებიც შესაძლოა აქამდე არც კი წარმოედგინათ. ცხადია, ეს ნატოსთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ უკრაინისთვის ეს შეიძლება იმასაც ნიშნავდეს, რომ ინოვატორები მის საზღვრებს გარეთაც შეძლებენ ისეთი კონცეფციების შემუშავებას, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული. და ამ ყველაფერზე პუტინს არაფრის გაკეთება არ შეუძლია. ყოველი შეტევა, რომელსაც რუსეთი ახორციელებს, იქნება ეს სახმელეთო თუ საჰაერო, უკრაინას აძლევს შესაძლებლობას, რომ მეტი ტროფი ჩაიგდოს ხელში და მეტი მონაცემი გაუზიაროს ნატოს. ინფორმაციის ამ ნაკადის შეჩერების ერთადერთი გზა ისაა, რომ პუტინმა დაასრულოს თავისი შეჭრა. ეს არ მოხდება. ტროფილაბის გაშვების დღიდან ყოველი დღე იქნება დღე, როდესაც რუსეთის ყველაზე დიდი საიდუმლოებები სულ უფრო მეტად გამჟღავნდება, სწორედ იმ ადამიანებისთვის და მათ მიერ, ვისაც ეს ინფორმაცია არ უნდა ჰქონდეს. ეს მხოლოდ რუსეთისთვის არ არის სახიფათო. ეს დამამცირებელია ლიდერისთვის, რომელმაც წლების განმავლობაში თავი წარმოაჩინა როგორც ერთადერთი, ვისაც შეუძლია რუსეთის დაცვა ნატოსგან. მაგრამ ამ ყველაფრის მიღმა, ტროფილაბ კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რასაც უკრაინა უკვე გარკვეული დრო აკეთებს. მთელი ის საბრძოლო გამოცდილება, რომელიც უკრაინამ საკუთარი მსხვერპლის თასად დააგროვა რუსეთის შეჭრის დროს, გადაიქცა გადასაცემ რესურსად, რაც უკრაინას მის პარტნიორებისთვის უფრო ფასეულს ხდის ვიდრე ოდესმე. ტროფილაბ შეიძლება იყოს უკრაინის წოდნის გაზიარების კულმინაცია, მაგრამ ეს სულაც არ არის ერთადერთი მაგალითი. მხოლოდ 2026 წელს ჩვენ გავიგეთ, რომ უკრაინამ მიაწოდა 500,000-ზე მეტი საათის მასალა, რომელიც მისმა დრონებმა გადაიღეს და რომელიც ახლა გამოიყენება ხელოვნური ინტელექტის სისტემების საწვრთნელად. ეს სისტემები კი კიდევ უფრო მეტ დრონში იქნება დაყენებული. ეს ფრონტისპირა ვიდეოები აჩვენებს, როგორ შეიძლება რუსული იარაღზე დარტყმა და იძლევა წარმოდგენას იმ ტაქტიკებზე, რომელსაც რუსეთი იყენებს. ხელოვნური ინტელექტის წვრთნის კუთხით ეს მასალები ასევე აძლევს ავტონომიურ სისტემებს საშუალებას, ამოიცნონ სამიზნეები და დაარტყან მათ ადამიანის ჩარევის გარეშე. რაც უკრაინის მასალას განსაკუთრებით ფასეულს ხდის, არის ის, რომ ეს რეალური კადრებია. თქვენ იღებთ ყველა ამინდის პირობებს, ყველა რელიეფის ტიპს, ყველა გაუთვალისწინებელ სცენარს, რასაც სიმულაცია ვერ გაიმეორებს, ამბობს პიტერ კენდი. ის არის კომპანიის სახელად Enabled Intelligence-ის აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც ამ მასალის წყაროს თავის საქმიანობაში იყენებს. და ეს არის მთავარი საკითხი. ეს ყველაფერი ცოდნა უკრაინის მიერ საბრძოლო პირობებშია გამოცდილი, რაც მას ბევრად უფრო ფასეულს ხდის, ვიდრე სიმულაციები და ვარაუდები.
ასევე ვხედავთ უამრავ მტკიცებულებას უკრაინის უნარის შესახებ, რომ თავისი გამოცდილება გარდაქმნას გადასაცემ რესურსად სპარსეთის ყურის რეგიონში. მას შემდეგ, რაც აშშ-ში დაიწყო ოპერაცია ეპიკური რისხვა ირანის წინააღმდეგ, ირანს გარშემო მდებარე სპარსეთის ყურის ქვეყნები რეგულარული თავდასხმის ქვეშ აღმოჩნდნენ ირანული შაჰიდის დრონებისა და რაკეტების მხრიდან. ორივე იარაღს რუსეთი იყენებს უკრაინის წინააღმდეგ, რამაც მოულოდნელად უკრაინის გამოცდილება უკიდურესად ფასეული გახადა იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც ადრე შესაძლოა არასდროს ჩაერთვებოდნენ უკრაინასთან, როგორც თავდაცვის პარტნიორები. და მართლაც, უკრაინამ სპარსეთის ყურის რეგიონში 200-ზე მეტი დრონების ექსპერტი გაგზავნა, რათა კატარისა და საუდის არაბეთის მსგავს ქვეყნებს ეჩვენებინა, როგორ დაეცვათ თავი ირანული დრონების საფრთხისგან. ამ თანამშრომლობამ გამოიწვია ის, რომ უკრაინამ 10 წლიანი თავდაცვის პარტნიორობის ხელშეკრულებები გააფორმა სპარსეთის ყურის 3 ქვეყანასთან, მათ შორის იმ 2 ქვეყანასთან, რომელიც ახლახან ვახსენეთ, და ასევე არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან. მიიღებენ თუ არა ეს ქვეყნები თომას ტროფი ლაბზე? შეიძლება. და თუ ისინი უკრაინის ყველა დასავლეთ მოკავშირესთან ერთად სრულად გამოიყენებენ ამ ახალ მონაცემთა ბაზას, მაშინ რუსეთი აღმოჩნდება რეალური გლობალური კვლევითი ძალისხმევის წინაშე, რომელიც მთლიანად იქნება მიმართული უკრაინაში გამოყენებული ყოველი იარაღის განეიტრალებაზე. ეს ყველაფერი პუტინის ქმედებების შედეგია. რომ არ შეჭრილიყო უკრაინაში, ეს ინფორმაცია საიდუმლოდ დარჩებოდა. რუსეთს შეეძლო შეენარჩუნებინა ერთ-ერთი წამყვანი სამხედრო ძალის ილუზია მსოფლიოში და ამას ვერავინ გაიგებდა. მაგრამ უკრაინაში 4 წელზე მეტი ხნის წარუმატებლობამ რუსეთის არაკომპეტენტურობა უკვე გამოააშკარავა. და ახლა თავად ის იარაღები, რომელსაც რუსეთი იყენებს, ინფორმაციის მისაღებად გამოიყენეს, ამ ყველაფრის ცენტრში კი უკრაინაა. კიდევ ერთხელ რუსეთი მახეშია გაბმული. რაც უფრო მეტად იბრძვის რუსეთი, მით მეტი ინფორმაცია გადადის უკრაინაში და მით უფრო ძლიერდება უკრაინის ალიანსები მის პარტნიორებთან. ტროფი ლაბი ახლა პუტინის მიერ შექმნილი კატასტროფის არხად იქცა. ეს ასევე სიმბოლოა იმისა, რომ უკრაინა გლობალურ თავდაცვის ინდუსტრიაში ძლიერ მოთამაშედ იქცა. ომის დიდი ნაწილის განმავლობაში უკრაინა აღიქმებოდა როგორც მიმღები. ახლა ეს მდგომარეობა შეიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა კვლავაც იღებს მნიშვნელოვან დახმარებას, რასაც ადასტურებს 4 მილიარდი დოლარის ოდენობის ვალდებულება, რომელიც მის თავდაცვაზე აირეს რამდენიმე ნატოს ქვეყანამ 18 ივნისის რამშტაინის ფორმატის შეხვედრაზე. ახლა უკრაინას შეუძლია თავადაც არანაკლები გასცეს, ვიდრე იღებს. უკრაინის დრონული დიპლომატია იყო ის, რაც მას საშუალებას აძლევდა მაგალითად სპარსეთის ყურის რეგიონში შეთანხმებები დაედო. შესაძლოა ტროფი ლაბი საბოლოოდ გახდეს კატალიზატორი კიდევ უფრო მეტი პარტნიორობისთვის, სადაც უკრაინა უზრუნველყოფს ინფორმაციას, ხოლო მოკავშირეები ქმნიან იარაღს. მაგრამ კიდევ უფრო მეტი პოტენციალია იმის გამო, რომ ტროფი ლაბ ის ასპექტი, რომელიც მოკავშირეებს საშუალებას აძლევს, თავად შეისწავლონ რუსული იარაღი. შესაძლოა სწორედ მოკავშირეები წამოაყენებენ იდეებს, ხოლო უკრაინა შექმნის და ბრძოლის ველზე გამოცდის მათ. ეს არის სიმბიოზი უკრაინასა და მის პარტნიორებს შორის. ადრე ერთხვრივი ურთიერთობები ახლა ძალიან ნათელი ურთიერთგაცვლით ხასიათდება, რამაც უკრაინა ფასდაუდებელ პარტნიორად აქცია ყველასთვის, ვინც ეხმარება მას რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვაში. რაც შეეხება რუსეთსა და უკრაინას, ჩვენ ხედავთ, როგორ ხდება პუტინის გავლენა, მაშინ როცა უკრაინის გავლენა იზრდება და ეს ყველაფერი რეალურ დროში ხდება. რუსეთმა დაკარგა მნიშვნელოვანი მოკავშირეები მთელ მსოფლიოში, მათ შორის ვენესუელა, ირანი და სირია, რადგან პუტინის მიერ მხარდაჭერილი ლიდერები ხელისუფლებიდან ჩამოაშორეს. მაგრამ ახლა უკრაინის გავლენა უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ქვეყნები, რომლებიც ადრე შესაძლოა რუსეთს მიმართავდნენ თავდაცვის დახმარებისთვის, ეხლა უკრაინას მიმართავენ. პუტინის ომმა ზუსტად საპირისპირო შედეგი გამოიღო და ნატოს დასუსტების ნაცვლად უკრაინა ახლა გადამწყვეტ როლს ასრულებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ნატო უფრო ძლიერი გახდეს ვიდრე ოდესმე. პუტინის ყველაზე ცუდი კოშმარები რეალობად იქცევა. და როცა რუსეთის იარაღები გამჟღავნებულია და უკრაინა უზრუნველყოფს, რომ რუსეთმა ვერც კი გაიგოს რა ისწავლეს ამ იარაღებზე, პუტინს უწევს შეეგუოს ფაქტს, რომ მისი გაყოფის მცდელობები მხოლოდ მეტერთიანობას იწვევს. უკრაინა იქცა იმ ადრისით პუტინს ყოველთვის ეშინოდა. ახლა ნატოს მთელი რუსული არსენალის გასაღები აქვს. რუსეთის ბოლო დამცირება გაშვების ზღვარზეა. ტროფი ლაბი რუსული არმიის მარცხის უპრეცედენტო მხილებაა. მაგრამ რუსეთს უკვე უნდა კონდეს მიჩვეული, რომ იარაღებთან დაკავშირებით ყოველთვის უხდება სირცხვილის დარება. საბოლოოდ რუსეთმა მილიარდები დახარჯა ეგრეთ წოდებული მეხუთე თაობის უხილავ გამანადგურებელზე, მაგრამ შედეგები იმდენად სამარცხვინო აღმოჩნდა, რომ ნათლად აჩვენებს, რამდენად ჩამორჩება რუსეთი აშეთეშოთსა და ჩინეთს. ეს 57 მხოლოდ ხმაურია და რეალური შედეგი არ აქვს. და თუ გსურთ გაიგოთ რატომ, უყურეთ ჩვენს ვიდეოს. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ სამხედრო შოუ, რომ ნახოთ ჩვენი სხვა რეპორტაჟები უკრაინაში მიმდინარე ბოლო მოვლენებზე და როგორც ყოველთვის, მადლობას გიხდით ყურებისთვის.